მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით. ის დღეს რაც ხდება სირიაში, თუ როგორ უსწორდებიან იმ ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლების მიმართ არ გამოირჩევიან რაღაც გარკვეული დადებითი გზნობებით, თუ როგორ ხოცავენ, აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით პირდაპირ ქუჩებში ხოცავენ ბავშვებს, ქალებს და ეს ყველაფერი კეთდება იმიტომ, რომ იმ ძალამ, რომელსაც ხელისუფლება აქვს ჩაგდებული, გაუსწორდეს თავის ოპონენტებს და აი ამ ხელისუფლებასთან თანამშრომლობს დასავლეთი, გახსოვთ საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდა ბერბოკი და დასავლეთი ცდილობს, რომ რაღაცნაირად სირიის დღევანდელი ხელისუფლება წარმოაჩინოს დემოკრატიის შუქურად. ქვეყანა, რომელსაც დაეუფლენ ყაჩაღები, ბანდიტები, მკვლელები, რომლებიც, ესე იგი, აი, არ ვიცი, მე ეხლა მინდოდა სიმართლე რო გითხრა, გამეშვა კიდევაც ის კადრები, მაგრამ დაგბლოკავენ, მეგობრებო, ესეთი ძალადობრივი შინაარსის კადრებს, როდესაც უშვებ ეთერში, მე მთელი გადაცემა იბლოკება. და საშინელება არის, აი, პატარა ბავშვებს, გოგოებს, ესე იგი, ქრისტიანებს, რომლებიც არიან იქ სირიაში, ეუნებიან ძაღლებივით გაიარეთ ფიბაზეო, მიწაზეო, შემდგომ, როდესაც ესენი გადიან, მე ფეხებში ესვრიან, ხოცავენ, აი, ესეთი მე არ ვიცი, ალბათ რა შეიძლება ამას უწოდო, შეიძლება ადამიანი კი ბატონო დასაჯო, მაგრამ ესე წამებით მოკლა, თან გადაიღო ამას, ეხლა ვინ იღებს ამას, ის მსხვერპლი ხო არ იღებს, არა, ის ამას იღებს თვითონ ის ხალხი, ვინც ამას ჩადის. და მთელი მსოფლიო მოიარა ამ კადრება. და აი ამათ უწოდებს ეს ბერბოკი და მთელი დასავლეთი იმას, რომ ესენი იყოფილან დემოკრატები, გესმით? აი ეს არის ორმაგი სახე დასავლეთისა. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩვენ ვართ თურმე ადამიანის უფლებების შემლახველები, ჩვენ ვართ თურმე, ესე იგი, დიქტატორული რეჟიმის დამამყარებლები და ჩვენ გვიწუნებენ დემოკრატიას და ვის მართლაც ხალხს ხოცავს, ხალხს ანადგურებს, იმათზე მწვანე შუქი აქვს ანთებული, იმიტომ რომ ეს მათ ჭირდება თავიანთი გარკვეული პოლიტიკური მიზნებისათვის. რაც ხდება იგივე აფრიკულ ქვეყნებში, არაბეთში, ნუ ამაზე ყველაფერი თვალის დახუჭვა და ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ დასავლეთი დღეს არის მეძავი, რომელსაც ბებერი მეძავი, რომელსაც უნდა რომ თავისი აი ეს პოლიტიკა მოგვახვიოს და აი ამ ბებერ მეძავს რუსეთი როგორც უნდა, რასაც უნდა იმას უკეთებს, ხედავ ჩვენ და ტრამპიც. იმიტომ რომ სხვანაირად როგორ შეიძლება დასავლეთი შევაფასოთ ჩვენ, როდესაც აი ამგვარი დამოკიდებულება აქვს ქვეყნების მიმართ, სადაც დემოკრატია მართლა იმათ უწოდებენ დიქტატორებს და სადაც ხალხს ხოცავენ, იმათ კიდე ვითომაც არაფერი იღებენ როგორც რაღაცა ქვეყნებს, რომლებშიც რაღაცა თითქოს ყველაფერი წესრიგში. დღეს ჩვენ ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ვისაუბრებთ, მარტო სირიის თემა არ არის აქტუალური, ასევე ამერიკაში არსებული სიტუაცია, ასევე კურსკში ხედავთ, რომ გარღვევა განახორციელა რუსის ჯარმა და ფაქტობრივად კურსკი დღე-დღეზე დაუბრუნდება რუსეთს და ძალიან დიდი ზარალი აქვს ასევე უკრაინელებს, 1400 კაცი მარტო ერთ დღეში დაიღუპა, აი ამ ომების შედეგად უკრაინელები. მოკლედ ძალიან ცხელი წერტილები არის ჩვენს გარშემო. ძალიან საშიში ვითარება და აი ამის ირგვლივ დღეს ჩვენ გვეყოლება სტუმარი, რომელთანაც ვისაუბრებთ ჩვენ სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი ბატონი ლევან მამალაძე იქნება ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით ბატონ ლევან. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს სტუდიას და მსმენელებს და მაყურებლებს. აი ბატონო ლევან, ჩვენ საუბრობდით რომ სირიაში რაც ხდება, რომ ესე იგი არავინ არ საუბრობს ამ სირიაში არსებულ სიტუაციაზე, არც გაერო, არც დასავლეთი, არც არავინ. საერთოდ ჩვენ თვალწინ აი ხა კადრები ვრცელდება, როგორ ხოცავენ, როგორ ექცევიან ადამიანებს, რომ უმოწყალოდ ფაქტობრივად გენოციდი მიდის ხალხისა, რომლებიც მიუღებელია დღევანდელი სირიის ხელისუფლებისა. აი მოდი ამ თემით დავიწყოთ, აი რა წარმოადგენს თანამედროვე დასავლეთი და აი სირიის პრობლემა, რომელიც არის შექმნილი, აი როგორ ვფიქრობთ თქვენ, აი რამდენად შეიძლება რომ მართლაც ეს ხალხი გადარჩეს, იმიტომ რომ და გადავარჩინოთ, იმიტომ რომ ქართველი კაცი მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის შიგნით პრობლემები ქონა ქვეყანაში, ცდილობდა რომ სხვას დახმარებოდა. ჩვენ ახლა ვერაფერს ვერ დავეხმარებით, მაგრამ აი მართლა აი გული გაგისკდება, როდესაც ამ კადრებს უყურებ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმე სიტუაცია ჩამოყალიბდა ახლო აღმოსავლეთში.
ჩვენ ახლა არაფერი არ უნდა გაგვიგვირდეს, იმიტომ რომ ეს ორმაგი სტანდარტები, ერთვაც მაგი სტანდარტები ეს ყოველთვის იყო ამ არსებულ პოლიტიკაში, ადრეს და დღევანდელობაშიც და ახლა სირიის მაგალითს თუ აი ძალიან მოკლედ შევეხებით, მოხდა შემდეგი, რომ მანამდე ესე იგი რუსეთი მხარს უჭერდა ასადის ხელისუფლებას, რომელსაც თავისი უამრავი შეცდომები და პრობლემები ჰქონდა დაშვებული, მათ ვერ შეძლეს მიუხედავად ამისა, მათ ვერ შეძლეს რომ შეენარჩუნებინათ ქვეყანა მისი მთლიანობა. აქ იყო თურქეთის ფაქტორი და ფაქტიურად უნდა ითქვას, რომ თურქეთის ფაქტორმა გადაწყვიტა, რუსებიც ჩამოშორდნენ, ამერიკელებიც გაშერდნენ და ის ხელისუფლებაში ახლა ვინც არიან, ეს არის თურქომანების წარმომადგენლები და ისინი მართავენ დღეს იგივე დომასკოშიც ეგენი არიან. ხა აქ რატომ მინდა ვთქვა, იცით არავის არ ეგონოს რაიმე სამართლიანობის პრინციპზე რამე იყოს აგებული, ყველაფერი არის შურისძიებაზე, თვლიან ეხლა ვინც მოვიდნენ ხელისუფლებაში, რომ შური უნდა იძიონ, ესე იგი ასადის ხელისუფლებაზე და ასადი არის ერთი პროვინცია ალავითებით დასახლებული, ზოგიერთი მუსულმანი, მათ მუსულმანათაც არ თვლიან, ეს ალავითები ერთ-ერთი მცირე ესეთი მიმდინარეობა არის, უფრო რაღაც ლოიალური ჯგუფი, აი მუსულმანო მთელ მუსლიმურ სამყაროში. და ეხლა ის რაც თქვენ კადრებს უყურებთ, ეს არის შურისძიება ალავითების, აი რელიგიური შურისძიება და ასადის საწინააღმდეგო შურისძიება ჩვეულებრივ ხალხზე, ბავშვებზე, ქალებზე და ასე შემდეგ. მე მინდა გითხრათ, რომ ეხლა მაგათთვის არავის არ ცალია, არც შეერთებულ შტატებს, არც ხვებს შორის მთავარი რაც იყო გადანაწილება სირიის მოხდა, რაც აინტერესებდა ისრაელს ეს ღალანის მთები სიმაღლეები მათ აიღეს და უფრო იქეთაც წაიწიენ, ასე რომ მათ გარკვეული ნაწილი სირიის ტერიტორიის ოკუპირებული აქვთ და ამას ქვია, რომ ეს არის ისრაელის უსაფრთხოებისთვის გაკეთებული და ფაქტიურად ქვეყანას მთლიანობაში ვერ აკონტროლებენ. იქეთ ქურთების ნაწილში საერთოდ ესენი ვერ შედიან და ქურთებს თავისი ის აქვთ სირიის ქურთისტანს თუ დავარქმევთ, თვითონ აკონტროლებენ და კიდე რა ფორმატში ეს გაკეთება და რა სახეს მიიღებს, ერთ ცოტა ადრეა, რომ ჩვენ ამაზე რაღაცა დასკვნა გავაკეთებთ. თუმცა სირიის პერსპექტივა მომავალში ძალიან ბუნდოვანია, იმიტომ რომ ეხლა ისინი შურისძიობენ, მერე უკან მიუტრიალდება, სხვადასხვა იქ ხალიფატის და ეს ისლამური ხალიფატის წარმომადგენლებიც არიან ეხლა ხელისუფლებაში მოსული, რომლებიც ჯერ კიდევ მაშინ გახსოვთ ის შექმნილი ჰქონდათ ისლამური ხალიფატი, ეს იყო სირიის და იმის ერაყის ნარჩენები, ჯერ კიდევ ძველი პერიოდიდან დარჩენილი ერაყის სამხედრო ოფიცრები და გენერლები და მათ ჩამოაყალიბეს აი ეს ხალიფატის მაშინდელი ფორმატი. ასე რომ აი ხა იქ არის ანგარიშწორება, იქ არის შურისძიება, დიდი უბედურება რელიგიური ნიშნით და რაღაცა ამ სხვადასხვა შურისძიების ნიშნით და არავის მაგისთვის არ ცალია ეხლა, ამიტომ აი მიშვებულია ეს სიტუაცია. და ამიტომ თქვენ თქვით, რომ არც გაერო, არც ხვები არაფერ რეაგირებას არ ახდენენ, ესე რომ არა, აქ იცით რა არის, ბატონო, აი დასავლეთის სახე, რომ ამაზე ხმას არ იღებენ და ბერბოკი ჩავიდა იქა, გახსოვთ ალბათ, როდესაც შეიცვალა ხელისუფლება, შეიძლება ასადი არ ყოფილიყო, არ იყო დემოკრატიის რაღაცა გარკვეულწილად ფუძემდებელი და რაღაცა მასაც არ ქონდა, ეხა იქ შექმნილი ისეთი პირობები, მაგრამ შენ როდესაც აი ამ ძალას, რომელიც საშინელებებს ჩადი, ამას მიესალმები და თან ჩადიხარ იქ შეხვედრებს ატარებ, აი ეს არის კატასტროფა. ცით რა არის ეხლა ბერბოკის შეფასებას მე არ დავიწყებ, იმიტომ რომ ეს არის რაღაც სამართლინო მაგალითი, რომ მწვანეთა პარტიის წარმომადგენელია, მე ერთ-ერთი დამფუძნებელი ვიყავი თავიდანვე მწვანეების და თუ კი რომ სამშვიდობო მისია და ომის საწინააღმდეგო თუ კი ვინმე გამოდიოდა მსოფლიოში, ეს მწვანე მოძრაობა იყო. ეხლა ეს ბერბოკი კიდევ ომის ხარდაჭერაშია, გნებავთ უკრაინაში, გნებავთ ახლო აღმოსავლეთში. რაც შეეხება თქვენ როგორ ბრძანეთ დასავლეთის, მე არაფერი არ მიგვირს, ამით დავიწყეთ ჩვენ საუბარი. გიკვირთ თქვენ ეხლა ახლო აღმოსავლეთში გიკვირთ, აგერ ჩვენი მაგალითი აიღეთ, სააკაშვილი ხოცავდა, კლავდა, აუპატივრებდა, ართმევდა და ქვეყანა ესე დღეში ჩააგდო და დემოკრატიის შუქურად აცხადებდნენ. მე არაფერი არ მიგვირს, აგერ ჩვენი მაგალითი ავიღოთ, რადგან გვინდა შორსო წავიდეთ. ესე რომ აქ არაფერი განსხვავებული არ არის და მე ეხლა იმის კრიტიკა რო დავიწყებ, თურმე დასავლეთი ორმაგ სტანდარტებშია თუ ხუთმაგ სტანდარტებშია, ეს შედეგს არ მოგვიდეს, ეს არის ფაქტი.
ეს არის ფაქტი და ეს ფაქტი ყოველ დღიურ ცხოვრებაში ჩვენ ამას ვაწყდებით. თუ გნებავთ ეხლა იგივე რაც ეხლა ჩვენთან ხდება, ხო? ფაქტიურად ყველაფერს ფარდა აიხადა, რასაც ჩვენ ვამბობდი და მე კიდევ წლების განმავლობაში ვიცახდი, აი ეს 26,000 არასამთავრობო ორგანიზაცია არის საქართველოში, 140 კაცზე მოდის ერთი არასამთავრობო. აქ ლაპარაკია იმ არასამთავრობოებზე, რომელიც საზღვარგარეთიდან ფინანსირდებოდა. და ფინანსდება ეხლა ნაწილობრივ შეუმცირდათ, მაგრამ ფინანსდება ნაწილიც, ხო? ეხლა წარმოიდგინეთ, ქვეყანა შიგნიდან არის დაპყრობილი, საქართველოს შიგნიდან არის დაპყრობილი. და ეხლა გამოდიან და რაღაც ესეთ იდეალებზე ლაპარაკობენ და აკრიტიკებენ თითქოს რაღაცა. ესე იგი წარმოიდგინეთ თქვენ რომ ერთი კი არა, აი ორგანიზაცია 100 კაცზე, 140 კაცზე, ერთი 20 კაცი შიდა, ანუ გავლენის აგენტურა არის შემოსეული მთელ ქვეყანაში. როგორ გინდათ იარსებობს დამოუკიდებელმა სუვერენულმა სახელმწიფომ ესეთ პირობებში. და ამიტომ არის ეს ბრძოლა, რატომ გიქვირთ, როცა გამჭვირვალობის კანონს ღებულობ, როცა ესე იგი პრესასთან დაკავშირებით, მედიასთან დაკავშირებით რეგულირებას ღებულობ ისეთს, რომელიც იქვე დასავლეთშიც, ამერიკის შტატებშიც, შეერთებულ შტატებში და სხვა ქვეყნებშიც არსებობს, ჩვენთვის არის დაუშვებელი. იმიტომ აი დამამთავრებინეთ, იმიტომ არის დაუშვებელი, რომ სწორედ დასავლეთს არ უნდა გავლენის აგენტური სისტემა დაკარგოს. ეს არის ის ბერკეტი, რომლითაც შეუძლია მოგიწყონ რევოლუცია, ჩამოგშალონ, გადაგატრიალონ და მოიყვანონ ის ხელისუფლება, რომელიც მათი შეკვეთების შემსრულებელი იქნება. ეს არის ფაქტი. აი, ბოდიში რომ გაწყვეტინებთ, აი არასამთავრობოებზე რომ შეეხეთ, იმიტომ მინდა რომ ჩავერთო. ილონ მასკმა გააკეთა განცხადება დღეს, რომ თუ კი არასამთავრობო ორგანიზაციებს მოსპობთ ჩვენი პრობლემები 70% გაქრებაო. ესე იგი, ამას ამბობს ტრამპის მრჩეველი, საიდანაც ფინანსდება ეს NGO-ები, ძირითადად ხო ამერიკიდან ფინანსდება USAID, IRA, NDI, NEDI და რა ვიცი მე, ამერიკის საელჩო თვითონ და ამერიკა ამბობს, რომ NGO სექტორი უნდა მოსპოთო და 70% პრობლემებისა მოიხსნებაო და მაშინ ჩვენ რაღა უნდა ვთქვათ, ესე იგი, თვითონ აღიარებენ იმას ასე მგონია ზოგჯერ სიმართლე რო გითხრა მე ხო არ მისმენენ მეთქი და ჩემს ლაპარაკს და ჩვენ ლაპარაკს ხო არ ისმენენ მეთქი რასა ჩვენ არ ვიცი აი ეს ეხლა ამას თუ ოდესმე ამერიკიდან გავიგონებდით ნახდათ არ მეგონა თავად ამერიკელები იძახიან ამას თან ვინ იძახის ხელისუფლება იძახის მასკი ხო ამერიკის ხელისუფლება ეხლა ეს ბიზნესმენი იყო მაგრამ დღეს არის კიდევაც მაგრამ დღეს წარმოადგენს ოფიციალურად ტრამპის მრჩეველს ხო მე მინდა დაგეთანხმოთ უცნაური ამაში არ არის ის რომ ამერიკიდან მოდის საერთოდ ხდება აი პარადიგმების მსხვერპლობა და შეცვლა გავიხსენოთ ჩვენ ხა როგორ პარადიგმაში ან როგორ რეალობაში გვაცხოვრეს ხო აქამდე რეალობას თვითონ ქმნიდნენ მედიის საშუალებით სხვადასხვა ჯგუფების იგივე არასამთავრობოებისა დიდი ფული იხარჯებოდა პროპაგანდა ზეგავლენა საზოგადოების ზომბირება ბრბოდ ქცევა და ეს ტექნოლოგია არის დახვეწილი ძალიან მაღალ დონეზე ეს ყველაფერი აი მე ესე დავარქვი ეს იყო აი ეგრეთ წყალებში თუ და ლიბერალური დემოკრატიის სოროსული დემოკრატიის შედეგი. დემოკრატია ეს უკვე რაღაცა დეფორმირებული სიტუაციით იქცა, მაგრამ მოდი ესე დავარქვათ, ხო? ანუ ლიბერალურმა დემოკრატიამ მოჭამა თავისი დრო ის გარყვნილობაში გადაიზარდა აბსოლუტურად უსამართლობაში და ფაშიზმის სახე მიიღო. ეს არის ფაქტები, ხო ჩვენ ხო ამას ვხედავთ. ანუ ძალადობრივი გახდა, ანუ შენ თუ არა ხარ ამ სოროსული მიმდინარეობის ესე თუ დავარქმევთ მისი მონაწილე შენ ხარ მისი მტერი და შენ უნდა გაგანადგურო ამას მოყვებოდა ჩარეცხილები, მორეცხილები, კომუნისტები, რუსეთუმეები. ეხლა ამას წინათ იგივე ტრამპის იმას თუ უყურებდით წარმომადგენლებს თვითონ გამოდიოდნენ და ამბობდნენ ისე დონეზე მივიდა ეს პროპაგანდა USAID-ის, NED-ის და სხვების დაფინანსებული იგივე სოროსული მოძრაობა თუ კი ამას დავარქმევთ ისე დონეზე მივიდა რომ დღეს ტრამპის ხელისუფლებას რუსეთუმებს იმათ ეძახიან. ანუ ამერიკის მხარდასაჭერად ტრამპმა
რომ რაღაცა თქვა, პუტინის მეგობარიაო გამოაცხადეს. და მიგეთ აი როგორ დონეზე ამას ხო ხედავენ. წინა საარჩევნო პროცესში თელმა ამ ხელისუფლებამ, ტრამპის ხელისუფლებამ კარგად იგრძნო, რას ნიშნავს ლიბერალური ფაშიზმი, ლიბერალური დემოკრატია. ეს არის ფაშიზმის სახე მიიღო ამან. და მოკლედ კიდევაც რამდენჯერმე თავდასხმაც იყო მასზე. და ილონ მასკმაც კიდე ძალიან კარგად იცის ეს როგორ მუშაობს. გაშიფრული აქვს ყველაფერი, თუ გინდა Facebook-ი როგორ მუშაობდა, Facebook-ი როგორ იყო გამოყენებული, აი იგივე მოწინააღმდეგეების ჩასახშობად, გასანადგურებად, მოსასწრებლად, სოციალური ქსელი დღეს არის საერთოდ საზოგადოებასთან ურთიერთობის ყველაზე ფართო და ხელმისაწვდომი საშუალება და როგორ აჩერებდნენ, ხო და უქმებდნენ ხალხს, ვიღაცაც თავისი ეს აგენტურა დასმული ყავთ, დღესაც არიან სხვათა შორის და ეხლა იმდენს ვეღარ ახერხებენ, მაგრამ გვერდებს უჩერებდნენ, ვინც სიმართლეს იტყოდა, იმათ შლიდნენ, იმათ ანადგურებდნენ, ანუ გამოდიოდა რომ შენ თუ ამერიკის მხარდამჭერი ხარ და შენ არა ხარ ამ სოროსული და USAID-ის და ამ ამერიკული დემოკრატიული პარტიის მიმდინარეობის მონაწილე, ესე იგი შენ რუსეთუმე ხარ და შენ კიდე საქართველოში თუ სახელმწიფოს გვერდში დადგები, სახელმწიფოს უფრო პირველ რიგში დააყენებ, ვიდრე იგივე დასავლეთის შეკვეთას, შენც ასევე რუსეთის მხარდაჭერა ხარ. აი ესეთ დონეზე ჩამოაყალიბეს და ზოგიერთი ზომბირებული დღესაც ეხა ის რაღაც დიპლიპიტოებს უკრავენ დადიან იმაში რა. აი ხა მე რას ვერ ვგებულობ, იცით? ჩვენ რატო ვერ ვიყენებთ აი ამ მორიგშას? ჩვენ რამდენჯერმე მოგვეცა ჩვენი ტერიტორიულობის ქვეყნის გადარჩენის შანსი, ეს იყო პირველი მოგვეცა შანსი ჩვენ ამისი 2000 ანუ შევარდნაძის პერიოდში მაქვს საუბარი, როდესაც აი ფაქტობრივად ჩვენ უკვე ქვეყანას ვიბრუნებდით, აფხაზებთან, ოსებთან შევრიგდით და მე ამ ნაძირალა სააკაშვილმა რო არ მოხდარიყო ქვეყნის გაერთიანება, მოაწყო ეს რევოლუცია, რომელიც მოხდა პრინციპში დასავლეთიდან. და მე იყო სააკაშვილის დროსაც იყო შანსი მაგის პუტინმა რო თქვა, რომ მოდი ანტიტერორისტული ცენტრი შევქმნათო და მე გადააგდო პუტინი მან რა ქვია სააკაშვილმა. დღესაც ეხლა ამერიკა ამბობს, პუტინი გამოდის და ლაპარაკობს, მე მიადვილდება უпроსტოდ ტრამპი ამბობს, რომ მე პუტინთან უფრო მიადვილდება საუბარი, ვიდრე ზელენსკისთან, და რუსეთთან ურთიერთობების დათმობაზე ლაპარაკობს, რომ უნდა ავაგოთ თანამშრომლობა, სანქციები შეუჩერო. მოდი გადავდგათ ჩვენც დაბიჯი ამ რუსეთთან დღე აქამდე გვეუბნებოდნენ იმას, რომ აი არ გვაძლევს დასავლეთი ლაპარაკის საშუალება. მოდი ეხლა თვითონ აგერ ამერიკა ლაპარაკობს, თვითონ ამერიკა გავს დაბიჯებს. ჩვენც გადავდგათ ეხლა ჟენევის ფორმატის შეხვედრები გაიმართა და კლავაც ესე იგი იყო ლაპარაკი იმაზე, რომ აი გაიყვალეთ ესენი გააკეთეთ ის, არ გადის ესეთი ლაპარაკი, ესეთი დატუქშვითი ლაპარაკი. კიდე მორიგჯერ ჩავიდნენ იქ ჟენევაში, დალიეს ყავა, იშხუილეს იმას ხდეს და ჩამოვიდნენ, არავითარი მომცემი არ არის, ასეთი თვითონ მიდგომა, არც ეს ჟენევის ფორმატი. არ ჯობია დავჯდეთ რუსებთან ერთი ერთზე და ისე კი არა ულტიმატუმებით, რომ ჯერ გაიყვალე და მერე დაგელაპარაკები. არამედ როგორც შეშვედის, როგორც სიტუაცია მოითხოვს, ეხლა შენ რო წაგართვეს, ეგ არა გაქვს უფლება შენ ეგრევე მოითხოვ რა, იმიტომ რომ ესე არ ხდება, როდესაც შენ არაფერი კოზირი არა გაქვს, შენ როდესაც სუსტი ხარ, არა გაქვს უფლება ულტიმატუმით ილაპარაკო, ხო? და აი რატო ვერ ვიყენებთ ამას და რატო თქვენი აზრით მოხდება თუ არა ის რომ ჩვენ აი ამ კოზირებს რაც ეხლა აი მოგვეცა, აი მართლა ღმერთმა გაგვიჩინა შანსი, იმიტომ რომ ბაიდენი რომ მოსულიყო ალბათ და დარჩენილიყო კიდე ბაიდენის ფავორიტი, ანუ კამელა ჰარისზე მაქვს საუბარი, დაიგრეოდა და დაიქცეოდა ალბათ ეს ქვეყანა სამუდამოდ. აი თქვენი აზრით, აი არ ვიყენებთ, მაგრამ არის შანსი რომ გამოვიყენოთ მომავალში მაინც და რაღაცა შევცვალოთ ეს რიტორიკა? მე ცოტა მაგ საკითხთან დაკავშირებით შორიდან დავიწყებდი, იმიტომ რომ თუ კი გავიხსენებ, თქვენს გაიხსენეთ წინა პერიოდი, შევარდნაძის ჩამოგდების და მაშინ გადატრიალების ეგრეთ წოდებული ვარდების რევოლუციის მოწყობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის იყო, რომ მან 2003 წლის სექტემბერში პუტინთან შეხვედრილო სოჩაში მოილაპარაკეს, რომ უნდა დაწყებულიყო აფხაზეთის ცხინვალში მაშინ პრობლემები არ იყო ოსეთთან, ეს ძალიან ისეთი უმნიშვნელო პრობლემები იყო, მაგრამ აფხაზეთთან დაკავშირებით ამ ომის და ამის შემდეგ მოხდებოდა უკვე შერიგების პროცესის დაწყება და რეინტეგრაციის პროცესის დაწყება. ეს იყო პუტინის შეპირება და ერთადერთი მისი
თხოვნა იყო რომ პარალელურად შესუსტებულიყო, შენელებულიყო საქართველოს ინტეგრაცია ნატოში. არანაირ ევროკავშირზე და იმაზე არ იყო ლაპარაკი ნატოსთან დაკავშირებული იყო საკითხი. რადგანაც ფაქტიურად შევარდნაძე შეთანხმდა მასთან. და ეს პირადად ჩემთვის აქ ნათქვამის ვიღაცის მოყოლებს არ ვიძახი. ამიტომ მისი ჩამოგდების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ის იყო, რომ არც ერთ შემთხვევაში მაშინდელ შეერთებულ შტატებს და დასავლეთს საქართველოს ლოიალური საქართველოს რუსეთთან, ანუ შერიგებული და მათთან დალაგებული საქართველოს არ აწყობდა. იმიტომ რომ თუ კი გლობალურ გეოპოლიტიკას ჩვენ ავიღებთ, ეს უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ, რა თქმა უნდა, ეხლა შეხედეთ ამხელა იმპერია შეერთებული შტატები, მას აწყობდა რომ რუსეთი რკალში მოექცია, ისეთ რკალში, სადაც ყველა ქვეყანა, რომელიც მას საზღვართან ყავდა, ფაქტიურად დაპირისპირებული იქნებოდა მასთან. ამის დიდი მცდელობებიც იყო შუა აზიაში, აზერბაიჯანში ჩვენთან ფაქტიურად ეს გამოუვიდა სააკაშვილის რეჟიმის სახით და ეხლა იქეთ ბალტიისპირეთი და ისინი ისედაც ყველასთვის ცნობილია რა მომენტებია. იგივე მომენტი მოხდა უკრაინასთან დაკავშირებითაც და ეხლა ხშირად ამბობენ ომი რატო დაიწყო, ის გააკეთა, რა ქვია, შეიჭრა რუსეთი. რა თქმა უნდა, რუსეთი შეიჭრა, აგრესია განახორციელა, მაგრამ როცა არჩევს საკითხს, როცა სამართლებრივ თუ ისტორიულ წინამძღვრებს სწავლობდა კიდე და ახსნა ეს ყველაფერი, მას ჰქონდა თავისი მიზეზები და ჩვენ რო არ ვილაპარაკოთ ამაზე ტრამპმა ილაპარაკა. აი ყველაზე საინტერესო რა არის, ტრამპმა თვითონ თქვა, რო არ ყოფილიყო უკრაინის ნატოში შეყვანის, ესე იგი ესეთი მცდელობა და დაჟინებული პროცესი, ხო, აქტიური პროცესი, ეს ომი არ დაიწყებოდაო. ეს არის ტრამპის სიტყვები. მერე მარკო რუბიომ უფრო მეტი თქვა, მაგრამ პირდაპირ თქვა, რომ ეს ომი იმიტომ გაკეთდაო, რომ ჩვენ პროქსი ომში, ანუ გადატანით ომში ჩართული ყოფილიყავით შეერთებული შტატები რუსეთთან და სად მიდიოდა ეს ამბავი? აი თვითონ მისი სიტყვებია. მიდიოდა სერიოზულ ბირთვულ დაპირისპირებასთან, რომელიც იქ ევროპა რას იზამდა, ეხლა უკრაინას მაგის ისიც არ აქვს, უბრალოდ ხალხი იხოცება, უბედურდება ეს ქვეყანა და მის მთავარ სარდალს, რა ქვია, რომელიც კლოუნად მუშაობდა და პროფესია მისი ეს არის კომიკის პროფესია, ის მაგას არ ანიჭებდა დიდ მნიშვნელობას რა. იქ სულ სხვა თამაშებია. ამიტომ თუ კი შევხედათ აი ამ ასეთ გლობალური სიტუაციიდან გამომდინარე, მთლიანად იცვლება ვითარება. მე მინდა ახლა მივიდე თქვენ საკითხზე, რატო არ ვდგამთ ამნაბიჯს. მთლიანად იცვლება სიტუაცია. დღეს როგორ არის ახლა ჩვენ დავიწყეთ ლაპარაკი აი ესეთ ლიბერალურ დემოკრატიულ პრინციპებზე, რომელსაც ფაშიზმის სახე მიიღო, ეხლა ხდება ამის ჩანაცვლება კონსერვატორული დემოკრატიით. ესე ვთქვათ პირდაპირ, იგივე რაც შეერთებულ შტატებში ხდება, უნგრეთში ხდება, სლოვაკეთში ხდება, ჩვენთან ხდება, ამას შეიძლება დავარქოთ ახლა კონსერვატორული დემოკრატია, რა სახეს მიიღებს ეს? იმან ფაშიზმის სახე მიიღო. ეს მიიღებს თუ არა რაღაცა ავტორიტარული მომენტებს, არ ვიცით, მაგრამ ამაზეც ხო არის ლაპარაკი. ჩვენ ახლა ამ სისტემების შედარებას კი არ ვამბობთ, ჩვენ ვამბობთ, რომ სხვა მიმდინარეობაში ვიმყოფებით. აი ამ მიმდინარეობიდან გამომდინარე, ჩვენ უკვე გვეძლევათ გვერას აბრძანებთ საშუალება, რომ რატომ არ უნდა დავიწყოთ ჩვენ რუსეთთან მოლაპარაკება. დგება საკითხი, რატომ არ ხდება, ხომ ეს? ერთი დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს, არანაირი ურთიერთობა, ესეც მაშინ დელი შეერთებული შტატების მოთხოვნა იყო, რომ დიპლომატიური ურთიერთობა მთლიანად გაწყვიტეს, სააკაშვილმა გაწყვიტა და მე თვითონ იდგა საზღვარზე და ეპატიჟებოდა მობრძანდით აგეროდა ღვინოებს და იმებს რაღაცებს ჩუქნიდა იქ. ხო გახსოვთ ეს მისი ქცევა. ამიტომ აბსოლუტურად არათანხმდრილი მომენტია შენ დიპლომატიური გააუქმო, ფრენები კონდეს, ტურისტებს ეპატიჟებოდნენ, ნუ მაშინ რაზეა და თან კიდე ბიზნესმენების შემოქალ და სტრატეგიულ ობიექტებს აქტიურად ჩუქნი. ამ ომის შემდეგ და დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი გაქვს. აი ბევრი რაღაცა ესეთი ურთიერთგამომრიცხავი მომენტები იყო. ამიტომ ეხლა რა სიტუაცია გვაქვს ჩვენ? ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჯერ ერთი იმპერიებთან ლაპარაკი. არ ვიცით ჩვენ იმპერიებთან ლაპარაკი, მიჩვეული არა ვართ, აქ ხშირად მოქცეული ვართ ჩვენ პროპაგანდის ზეგავლენის ქვეშ. ეხლა ერთადერთ ახსნას თუ ხელისუფლება რატო არ დგამს ამნაბიჯს ვაძლევ იმას, რომ ისე ატყდება აი ხო ამბობდით ესენი რუსებია, ხო ხედავთ პუტინს ელაპარაკებია. ჩვენ ეს უნდა დავძლიოთ. ეს უნდა დავძლიოთ. იცვლება მსოფლიო. მსოფლიო იცვლება და ეკონომიკური ინტეგრაცია იძლევა იმის საშუალებას, რომ კონფლიქტური მომენტები ნულზე დავიყვანოთ.
ამას უნდა მივაქციოთ ჩვენ ყურადღება. ხშირად ლაპარაკობენ იქ, ეხლა გზა არ უნდა გაიხსნას, რკინიგზა არ უნდა გაიხსნას. ეგ რუსებმა დაიწყეს უკვე ფრენების აღდგენას აპირებენ. რკინიგზის გაყვანას აპირებენ. აი გეტყვით ეხლა აპირებენ და ჩვენ კიდევ ვამბობთ, რომ ის აი რატომ არ უნდა გაიხსნას რკინიგზა ან ავტობუსის მიმოსვლა რატომ არ უნდა იყოს სოხუმთან, ხო? რაღაც აბსურდული ახსნაა. იგივე ამ შეკვეთილი არასამთავრობოების მხრიდან, რომ თურმე რუსები ჩვენთან ადვილად შემოვლენ. თვითმფრინავენ და რაკეტებს იწვრიან. ვინ დადის გზით და იმით. დრონებით და იმით არის ომი, რაღაც ისეთ აბსურდულ რაღაცას იძახიან და ამ ხალხს ვერ ვაგებინებთ, რომ სხვანაირად შეხედონ. იმიტომ რომ ძალიან მოქცეული არიან პროპაგანდის ქვეშ და ჩვენი ხელისუფლებაც გარკვეულწილად მე ამ ახსნას ვამბობ, ამ პროპაგანდის ну შიშსარდაო თავს იკავებენ. არ უნდათ რომ ეს პროპაგანდა რაღაცა მასაწინააღმდეგო წამოვიდნენ, მაგრამ მე პირდაპირ გეტყვით, რადგან აქ არ შეიძლება ჩვენ ამას ჩვენი პერსპექტივა, ჩვენი მოქალაქეების მომავალი პერსპექტივა შევწიროთ. პროპაგანდა ვიღაცი დასავლეთის იყოს, ისე უნდა გაკეთდეს, რომ მათი პასუხის გამცემი ხელისუფლება კი არ უნდა იყოს. აი ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა ქართული ოცნებისა, ყველაფერს თვითონ ცემს პასუხს. ქუჩაში გამოდის კაცი თუ ვიღაცა პარტია თუ არასამთავრობო პრემიერი დაწყებული მინისტრი და დეპუტატი დამთავრებული ყველა მაგათ პასუხს ცემს. ეს არის არანორმალური ვითარება. უნდა იყოს ისეთი საზოგადოებრივი მოძრაობა, ისეთი ალტერნატიული პოლიტიკური ჯგუფები, რომელიც იმათ გასცემენ პასუხს და ხელისუფლებამ კიდე უნდა აკეთოს სახელმწიფო საქმე. და სახელმწიფო საქმე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რასაც თქვენ ბრძანებთ. როგორ შეიძლება ჩვენ ამ პროცესს ჩამოვრჩეთ ახლა და იქ რაღაც ველოდებოდეთ, იქ რუსეთი რკინიგზას გაიყვანს თუ რაღაცა, როცა ჩვენ გვაქვს საშუალება წინადადებები შევთავაზოთ და თუ არ მოგწონს, არა, თუ არ მოგწონს ეს რომ აი რკინიგზა რო გადის და რო არ მოგწონს პოლიტიკა გაატარო. ადექი და შეხვდი, შენ არ ხვდები, არ გინდა ეს აფხაზეთი. შენ თუ არ გინდა ეს სამაჩო, აგერ რუსი იძახის, მე მინდა, მე წავიღებ. შენ თუ არ გინდა და ჩვენ რა გვინდა, ჩვენ გვინდა რომ ესე იგი პატარა ბავშვით, ოქროს თევზები მინდა, ოქროს თევზები მინდა, ის ფილმში არ იყოს, მინდა აფხაზეთი, იძახე ახლა და გადავიღოთ ეს კლიპები, გადავიღოთ ეს ისინი რა ქვია სიმღერები და ვის დარჩება მე ეს ყველაფერი აი გაუგონარია ხა ტრამპისგან ჩვენ მოგწონს ის რომ ამ NGO სექტორს რო ურტყამს ტრამპის მოგწონს ჩვენ რომ მაგალითად ის როგორ მოქმედებს ამ სოდომის თემს მაგრამ ტრამპის ის რატო არ მოგწონს რომ რუსეთს რო ელაპარაკება პუტინს რო მოდი ჩვენც დავიწყო ჩვენ უფრო სალაპარაკო გვაქვს რუსეთთან თუ ტრამპს არც ტერიტორიები დაუკარგავს და არც არაფერი დაუკარგავს ჩვენ დავკარგეთ და გაუგებარი აი რატო არ უნდა დავიწყოთ ეს დიალოგი ამდენი ხანი რას ველოდებით ეხლა იქ კიდე გამოვიდა საგარეო უწყებამ გაცხადება გაავრცელა რომ აი კიდევ იმ რიტორიკის რომ რუსეთი ოკუპანტია რუსეთი ის არის ეს არის რუსეთი მე არ ვიცი რა გაიხედ გამოიხედეთ ხალხო რა დავთავრდა ის დრო უკვე მართლა გეთახმები თქვენ ბატონო ლევან რომ ამათმა ჩვენ რა გონია იცი მე მინდა და ეგრე არ არის შენ გინდა შენ კი არ გინდა იმას რა უნდა იქიდან უნდა გამოყვიდე ჩვენ უნდა გამოვიდეთ იქიდან რუსეთს რა უნდა თორე შენ რა გინდა შენ პატარა ხარ შენ ხარ წამოგარტყამენ ერთს ორს და საერთოდ გაგაქრობენ აგერ სირია გააქრა უკრაინა ქრება და ძალიან ბევრი ქვეყანა ქრება და არ ვიცი აი თან რაღაცა დადებითი ძვრები აქაც არის ამ ჩვენს ქვეყანაში იმ კუთხით რომ რაღაცა აღარ არის ისე მაგრამ აი ამ მიმართულებით რაღაცა ვერ გავარღვიეთ თითქოს ეს რკალი მე სწორედ აი მაგი მინდა გავაგრძელო რომ უნდა ვისწავლოთ იმპერიებთან საუბარი დღეს როცა ჩვენ ვამბობთ რომ რუსეთი ოკუპანტია როა იმიტომ უნდა ველაპარაკოთ აბა ყველაფერი კარგად რო იყოს მეში არც სალაპარაკოც არ იქნებოდა ყველაფერი დალაგებული ხო ოკუპანტია ტერიტორიები ოკუპირებული აქვს იქ აქვს შეყვანილი აღიარებული აქვს ეს ტერიტორიები ცალკე დამოუკიდებელ სახელმწიფოება და ჩვენ უნდა ვესაუბროთ რუსეთის იმპერიას უნდა ვესაუბროთ ამერიკელებსაც აუცილებლად იმათანაც საუბარი გვჭირდება ბევრი საკითხი დასალაგებელია ამიტომ აფხაზეთში ურთულესი პროცესია აფხაზი მოსახლეობა დღეს არის უმცირესობაში სომხური მოსახლეობა არის უმრავლესობა ამან თავ იჩინა ახლა ამ არჩევნების დროს და ეს ფაქტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია იმიტომ რომ გამოვიდა ისე რომ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა აღდგა და გარკვეული ნაწილი ყარაბაღელი სომხები ჩავიდნენ კიდე იმაში აფხაზეთში და იქ გაიზარდა ეს მოსახლეობა აფხაზების მოსახლეობა მცირდება სომხური იზრდება მე ახლა ეთნიკურ დაპირისპირების კუთხით კი არ
განვიხილავ, მაგრამ განვიხილავ იმას, რომ ვინ რა მომავალი აქვს, ჩვენ თუ არ ჩავერთეთ ამაში თვითონ აფხაზეთს. აფხაზეთი გახდება სომხური რესპუბლიკა. იმიტომ კი არა, რომ ჩვენ სომხებზე ცუდი ვთქვათ, არა, მათ თავიანთი მიზანი აქვს. მაგრამ ჩვენ რა მიზანი გვაქვს, რასაც თქვენ ბრძანებთ. ჩვენ საითკენ მივდივართ, რომ არ ველაპარაკოთ რუსეთს, არ დაველაპარაკოთ პუტინს, კრემლთან არ გქონდეს ურთიერთობა, იმიტომ რომ ვაიმე ვიღაცა რუსეთუმეს დაარტყმებს ხელისუფლებას. ეს არის რაღაცა ძალიან ისეთი უმეცრული და არა შორს მჭრეტლური მიდგომა. არ შეიძლება ესე. ჩვენ ეს პრობლემა უნდა გავხსნათ, ეხლა რასაც მე ვამბობ, ეს პრობლემა იმდენად უნდა გაიხსნას, რომ ყველამ დაინახოს ურთიერთობის და ნაბიჯის გადადგმა მის აუცილებლობა. თქვენ სწორედ ბრძანეთ ერთი რამ და სულ მაგას ვიძახით. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ჩვენ მოწინააღმდეგეს რა უნდა და ჩვენ უნდა ისეთი წინადადება მოვამზადოთ, სადაც ჩვენი სახელმწიფო ინტერესი დაცული იქნება და მათ რაც უნდათ იმის დარეგულირების საშუალებასაც გამოვაჩენთ, ხომ? აქ ისევ დგას, რომ საქართველოს არ შევიდეს ნატოში. ნატო დამთავრდა ეს ნატო საერთოდ იქნება თუ არა, ადრე ვიძახდი, რომ 2030 წლისთვის ევროკავშირი დარჩება თუ არა, მეთქი ეს ესეთი პროგნოზი გავაკეთე და ამ შეერთებულმა შტატებმა პირდაპირ თქვა, რომ თუ ესენი დაფინანსებას არ გაძიან, მე არ დავაფინანსებ ნატოსო. და ეხლა კიდევ უფრო ახალი წინადადება თქვა ტრამპმა პირდაპირ, რომ მე ეჭვი მეპარება საერთოდ მაგენერ, მე რო ჩვენ რო გაგვიჭერდეს გვერდში თუ დაგვიდგებიანო და თუ ფულს არ იხდიანო, იცოდნენ რომ ჩვენ იმ მეხუთე პუნქტი რო არის, რომ კოლექტიური თავდაცვითი სისტემა უნდა იყოს, თუ ვინმეს თავს დაესხენ ნატოს ქვეყანას, თუ ყველამ უნდა ჩაერთოს ომში, ხო? თქვა რომ მე ვარ არანაირ ვალდებულებას არავიჟებ, თუ კი დაფინანსებას არ გაიგებ. ამას რატო ვამბობ? იმიტომ ვამბობ, რომ ეს მთლიანად მოიშალა, შეიცვალა სოფლიოს სისტემა, შეიცვალა და ჩვენთან კიდე ლაპარაკია რაღაც გაუგებარ თემებზე. როცა აგერ აი ყურის დილში პრობლემები გვაქვს, ეგერ ენგურის იქეთ ხალხი ვერ გაგვიყვანია და ავტობუსი ვერ დაგვინიშნია და ისევ სულ ვიძახდი, რომ მესაზღვრეებით განან, მესაზღვრე, იმიტომ ხოცავენ და იტაცებენ, რომ მესაზღვრე, როცა ნებისმიერი ქვეყნის მესაზღვრე, როცა დაარღვევს და დაინახავს, ან უნდა მოკლას, ან უნდა დაიჭიროს. ისამასაც ვერ მივახცეთ, რომ სასაზღვრო ფუნქცია კი არ კონდეთ, პოლიციური ფუნქცია კონდეთ, რომ ეს ხალხი დააკავონ და სყვერპლი არ იყოს და რა. ესეც აი უამრავი ელემენტარული თითქოს ყოფიერი საკითხია, მაგრამ აი ხო ადამიანების ბეზს და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეხება, ხო? ამიტომ ლაპარაკი უნდა დავიწყოთ, საუბარი უნდა დავიწყოთ. აი ეს ბევრს არ ეძლევა საშუალება, ეხლა თქვენ ტელევიზიით არის ამაზე საუბარი, მაგრამ როგორ ახლა ჩართავ იმედს არის ერთი ლაპარაკი, რაც ეხლა აი თქვა ამ პერსპექტივებზე არა, იმან ლაპარაკია, რომ აი თქვათ ამან იმას უპასუხა, სახელმწიფოა და ასე შემდეგ, გადართა TV პირველი თუ რაც არის მეხუთე კოლონის ტელევიზიები და იქ კიდე არის ლაპარაკი, დაინგრა ქვეყანა, აქ ვიღაცას ხოცავენ, აქ ესე იგი უბედურება, ყველა ორი რეალობა აქვს შექმნილი და ორი რაღაცა ვირტუალური ის არის და ნამდვილი რეალობა ის არის, რომ აფხაზეთი გშორდება. აი დღეს თუ მარტო რუსეთმა გახსნა რკინიგზა, მარტო რუსეთმა გახსნა ფრენები, ხო? ჩათვალეთ, რომ ეს ინტეგრაცია უფრო მეტ ზიანს მოგვაყენებს, ვიდრე ომის შედეგად მივიღეთ ჩვენს პერსპექტივა. რატო ვამბობ, იცი? ამის ალტერნატივა რა არის? დღეს უნდა გამოვიდე თუ თვითონ ხელისუფლებას არ უნდა, მე რო ჩამოვედი 2020 წელს, მაშინვე პირველი ინიციატივა გავაკეთე, რომ მოდე ინტეგრაციული პროცესები დავიწყოთ, ხელი შევუწყოთ ამას და რუსეთს უთხრათ, რომ ჩვენ გვინდა საუბარი, რა ჟენევა და რა შუამავლები, რა შეგვჭირდება. შუამავლების დრო დამთავრდა. აი ესეთი რაღაცა სტანდარტული დიპლომატიების დრო დამთავრდა. ხო ხედავთ ტრამპი როგორ ლაპარაკობს. ჩვენთან რომ ბავშვობა რო ქუჩაში გაგვიტარებია და ესე გარჩევები და საუბრები იყო, აი მაღალ პოლიტიკაში სწორედ ეს არის ახლა. აი რაღაცა სიტყვის ფასი, კაცურობის ფასი და შენი ქცევიდან გამომდინარე რომ დაგაფასებენ, ხო? ამიტომ ამას უნდა შევცვალოთ აბსოლუტურად ჩვენი მიდგომა. რუსეთს უნდა დაველაპარაკოთ, უნდა გამოვაცხადოთ, რომ ჩვენ ვიწყებთ რუსეთთან, აფხაზებთან, ოსებთან საუბარს და რუსებთან კიდე უნდა გავარკვიოთ მართლა რა უნდათ მაგათ და რამდენად შეგვიძლია დავარეგულიროთ ეს საკითხები, რაცა იგივე ოკუპანტ რუსეთს ჩვენს ტერიტორიებთან დაკავშირებით აინტერესებს და ჩვენთან დაკავშირებით აინტერესებს. აი ეს არის და ეხლა გინდა რუსეთუმე დამარქვა და რაც უნდა რუსეთუმებიც და ის გამყიდველები რამდენი არიან ეს ყველა არის თუ აგენტურით გაივსო მთელი ქვეყანა. აი ამას უნდა მივაქციოთ ჩვენ ყურადღება. კი ბატონო. აი მე ერთი რამე მინდა თქვა.
აქ ეხა მე აი როდესაც აი ჩვენ ვაანალიზებთ და ვშელობ თუ რატო არ მიდის ხელისუფლება მოლაპარაკებაზე რუსეთთან, აქ ალბათ უნდა გამოვიდეთ ხელისუფლებიდანაც, რატო არ დგამს ნაბიჯებს და ანუ ხელისუფლების პოზიციაც გავიგოთ. მე ესე მგონია პირადად, რომ ხელისუფლება შიშობს, რომ ვინაიდან საქართველოში არის შექმნილი ანტირუსული ისტერია, ჩვენ კარგად ვიცით, რომ აი რაღაცა ოდნავ რაღაცა სიტყვაზე ნაბიჯი რო გადავდგათ რუსეთიდან, აქ ანგრევენ და ამსხრევენ ყველაფერს, ხო? იგივე ახლა გავრილოვი ჩამოვიდა კაცი, რომელიც საქართველოს უყვარს, ქრისტიანული ფორუმი იყო და რატო ჩაჯდა იმაში? აბა სად უნდა ჩამჯდარი იყო, თავმჯდომარე იყო და იმაში ხوار დაჯდებოდა ტუალეტში არა? სად უნდა ჩამჯდარი იყო? აბა ამ ასამბლეის თავმჯდომარე. ცხნობათა დარბაზში უნდა ჩამჯდარი იყო, აბა სად უნდა დამჯდარი იყო, ხო? ატეხეს ერთი ამბავი და ესეთი პროვოკაციები იყო და აი ამას ყველაფერს ხელს უწყობს ის ისტერია, რომელიც არის შექმნილი ქვეყანაში. სხვათა შორის, აი მე დარწმუნებული ვარ, აი ზვიად გამსახურდია ესენგეში შევიდოდა, რომ არ ყოფილიყო მაშინ აი ესეთივე როგორც დღეს არის ანტირუსული ისტერია, იმიტომ რომ ეგ ნაბიჯი რო გადაედგა გამსახურდიას, თვითონ თავისი მომხრეები დაუპირისპირდებოდნენ. და ესეთი პრობლემა შეიქმნება. დღეს ეხა ხელისუფლება არის მძევალი იმისა, რაც თავად შექმნა მან. რომ სამთავრობო არხები თუ არასამ მარტო ნაცებზე არ არის სამთავრობო არხებზეა საუბარი. სიტყვა რუს ვერ გაიგონებ. ჩვენ ხალხი რომლებიც არ ვიძახით რომ მონები უნდა ვიყოთ, არ ვიძახით რომ რუსეთის ფედერაციაში უნდა შევიდეთ. ჩვენ ვლაპარაკობთ რომ თანასწორი სუბიექტები, თანასწორი უფლებები უნდა გქონდეს და უნდა ვილაპარაკოთ და უნდა დიალოგი გავმართოთ და ამის გამო კეთროვანებათა ვართ ქცეულები. ჩვენ ვართ საზოგადოების მიერ მიუღებელ ფენად და ამ დროს მთელი მსოფლიო ლაპარაკობს რუსეთთან. და ამას სამთავრობო მედიაც ამას აღვივებს ხალხო, აი ეხა მე არ ვიცი, აი უყურეთ თქვენ ეხა ყველა მიყავთ ამ პირველ არხზე და ერთი თუ გინახიათ გადაცემა რუსულ-ქართულ დიალოგთან დაკავშირებით. არა, ეს მოწყვეტილია ყველაფერი. ახალგაზრდობა ანტირუსული ისტერიით იკვებება, მედია ანტირუსული გამით გარკვეულწილად არის ნაკვები და საზოგადოებაში არის აი ესეთი ფონი და არ გვაძლევენ საშუალებას ჩვენ ეხლა აქ, როდესაც საუბრობთ იმის შესახებ, რომ დიალოგი უნდა იყოს საზოგადოებასთან. გადართავ იმედზე, ესე იგი 11 საათამდე ცეკვავენ ვარსკვლავები, ცეკვავენ მსახიობები, ცეკვავენ მომღერლები, ცეკვავენ სპორტსმენები. მთელი დღე ცეკვავენ და სიმღერიან. 11 საათი მოვა, დაიწყება შესანიშნავი ქალბატონი არის, ძალიან მომწონს ეხლა ფიზიკურად რა დაეწოდება აი მაგდა ანიკაშვილი შემდგარ და მაგდა ანიკაშვილი დაჯდება და ის სუქანი პუტკუნა ბიჭი რო არის, არ ვიცი მე, დაუჯდება გვერდით და მივლენ ეს პარლამენტის წევრები, აქვს უფლება ილაპარაკონ. მეტი საზოგადოებას არ აქვს საუბრის უფლება. ამ დროს აქიდან დღე და ღამე ჩართავ TV პირველი ფორმულა ურახუნებენ, ანგრევენ ქვეყანას და საზოგადოება არის ვაკუუმში, არავინ არ ლაპარაკობს მასთან. არც თვითონ ლაპარაკობენ, არც სხვას არ აძლევენ, იმისი არ იყოს, ხო? შენი არ იცოდეს, ხვისი იმასკენი, ხო და არ ვიცი, მოგცენ საშუალება მაინც ვილაპარაკოთ და ბოლო-ბოლო დაიწყონ ამაზე საუბარი, რომ არ შეიძლება ესეთ გაბუტვის რეჟიმში ყოფნა. კაცო, ამერიკის პრეზიდენტი იძახის, რომ პუტინთან უფრო მიადვილდება ლაპარაკი. ეგ რო თქვას, ეხლა იმან კობახიძემ ატეხავენ შიგნით გუნდში აუტეხავენ ამბავს და იცით რა არის, აი მე მინდა მოუწოდო ამ ხელისუფლებას რა. ეხლა გაკეთდეს რაღაცა საკონსულტაციო, რაღაც საბჭო, შევიდეს საზოგადოების წარმომადგენლები, ეს არავინ არ ითხოვს რომ რაღაცა იმაზე იყოს, რაღაცა საზოგადოებრივ საწყისებზე იყო და ვისაც რაღაცა სიტყვა გვეკუთვნის, ვისაც რაღაცა რეიტინგი გვაქვს საზოგადოებაში, ხალხი პატივ, შევიდეთ ჩვენ რაღაცა და უთხრათ ამ ხელისუფლებას სად არის პრობლემა რა არის, იმიტომ რომ არ შეიძლება ხა მე ვიცი და ესი არ არის ეგრე რა, მე პირადად რაღაც გარკვეულწილად ისეთი ინფორმაციები მივაწოდე, მათ თავი ძალიან დიდ პრობლემებს ავარიდე ეს ხელისუფლება რო იცოდეს, ბატონო ლევან, არ მინდა ახლა ამაზე ლაპარაკი, ეს დახურული ინფორმაცია. ხო და ეხლა ბევრჯერ რო დაურეკავ და ეტყვი რომ აი რაღაცა მიიღეთ ზომები, მე გეტყვიან ბოდიშტე რა გაგვიხურე საქმეო. ხო ვიცი მაგათი ამბავი. ამ დროს რას ვეუნები თვითონ რომ განსაცდელში და ქვეყანა რომ განსაცდელში არ ჩავარ. ბიჭო, ხო შეიძლება საზოგადოებასთან დიალოგი იყოს. აი ხა აი თქვენ ადრე ლაპარაკობთ და მეც გეთახმებით. ბიჭო, კულტურის სფეროში რომ ამდენი პრობლემები არის, ხო? გასაგებია, ხო უნდა ელაპარაკოს ვინმე. ეს ქალბატონი კულტურის მინისტრი დაინიშნა
საქართველოს კულტურის მინისტრი, რომელიც ყველაფერი ქართულის გენერირებას უნდა ახდენდეს და ყველაფერი ქართული მოდიოდეს, ხალი გამოდის და არაქართულად ლაპარაკობს. ხალი გამოდის და ინგლისურად რაღაცა, იმითი რა ქვია, სლენგებით გველაპარაკება. და პრობლემებზე კი არ ლაპარაკობს. ხალი რომელიც იყო ცენტრ პოინტის ესა რა ქვია, რაღაცა ერთ-ერთი წარმომადგენელი და იმ ცენტრ პოინტმა რაც გააკეთა ვიცი ჩვენ, რომ ამდენი ხალხი გადაყარა. და ეს ხალი როგორ მოხდა საერთოდ კულტურის მინისტრად ჩემთვის გაუგებარია. და ამიტომაც არის პრობლემები, რომ ეხა რაღაცას ვიტყვით ხელისუფლების სტრატ გამოგვაცხადებენ. ფაქტია, რომ დიალოგია საჭირო საზოგადოებასთან, მუშაობაა საჭირო, რომ გადაწყდეს ერთხელ და სამუდამოდ ეს რაღაცა ისტერია, რომელიც არის ქვეყანაში, იმიტომ რომ არავინ არ ელაპარაკება ამ ხალხს. ამათ გონიათ ეხლა აი ამ ხალხს, ვინც ქუჩაშია, რომ დაყიალობენ, კი უკრაინა იმარჯვებს, მაგათ ეს გონიათ. აი არ არის დიალოგი არ არის, გესმით და აი ამის საშუალება ხო ჩვენ არა ვართ საზოგადოების ნაწილი, კაცო ვერ გავიგე. ყველა ძაღლი და ღორი რომ ამ გამოდის ამათ სამთავრობო არხებზე. ჩვენ რატო არ ეგ ეხა თქვენ რო თქვი ჩვენი ტელევიზია ეგ დაბლოკილია სიკვდილზე ვერ გავდივართ. რატო არ ვიცი? ვერ გავიგე ეხლა თუ კი ხვებს აძლევენ საჩუალებას თან ყველაზე მაღალი რეიტინგი გვაქვს. არა, აი, იმიტომ რომ ჩვენ ვითვლებით პრორუსად. რუსული არხები და ჩვენ ვარ დაბლოკილი. აი, როდემდე შეიძლება ეს აპარტეიდი იყოს, როდემდე შეიძლება ეს საგიჟეთი იყოს, არ ვიცი, გაოგნებული ვარ პირადად რა. პრინციპში ეხლა რაცა თქვენ ამბობთ, ხო, მე კიდევ ცოტა ისე ფართო მომენტებიდან ვიტყვი. ესე იგი, ყველაფერი იცვლება და ჩვენი ადგილი უნდა ვიპოვოთ აი ამ ცვალებად მსოფლიოში. ეხლა რო თუ კი დავაკვირდებით კიდევ, აი მინდა ამ საკითხს შევეხო. ფაქტიურად შეერთებულმა შტატებმა ტრამპის ადმინისტრაციამ, ხო? ბევრი რამე დააფიქსირა, სრულიად ახალი ნარატივები გამოუშვა ევროპასთან დაკავშირებით განსაკუთრებით. ტრამპმა პირდაპირ თქვა, ეს მნიშვნელოვანად მეჩვენება მე, რომ ევროკავშირი შეიქმნა შეერთებული შტატების საწინააღმდეგოდ. ისე სიტყვებია ეს. და ეხლა უკვე შევხედოთ რა არის და მეორე იგივე რუსეთის ფაქტორი, თუ კი ავიღებთ ეხლა შედეგად რა არის, აი ამ პროცესების ბოლოს, ხო? ევროკავშირი ფაქტიურად dzlierat შერყეულია. ეხლა რა გააკეთა შეერთებულმა შტატებმა შეძლო რომ უკრაინაში ომის შედეგად და მანამდეც მიმდინარე პროცესების შედეგად ევროპა საკმაოდ დაასუსტა, ფაქტიურად დეინდუსტრიალიზაცია მოხდა ევროპის. დღეს როგორც ინდუსტრიული ქვეყნები, გერმანია როგორც წამყვანი იყო და საფრანგეთი, ხო, იმდენად შესულდნენ, რომ რეცესიაში არიან და ფაქტიურად ეკონომიკის ზრდა არ გააჩნიათ. ეს ფაქტებია, მათი მონაცემებია, ხო? და თვითონვე იძახიან 2030 წლისათვის ძალიან მძიმე ეკონომიკური შედეგები ექნებათ, მაგრამ თუ კი ეს ესე გაგრძელდა. იმიტომ რომ ის იაფი ენერგო საშუალებები, რაც რუსეთიდან ღებულობდნენ, აღარ აქვთ, ყველაფერი გაძვირდა და დღეს ეს საწარმოები გადადის ამერიკაში. ამერიკა ამას დიდ სარგებელს ღებულობს, ეს ერთი. მეორე მომენტი კიდევ რა შეძლო ამერიკა, მე მოვალ მერე ჩვენ მომენტამდე, ხო? შეძლო ის, რომ უკრაინის ფრონტზე მონათესავე ხალხები, რუსები და უკრაინელები აომებს დღესაც. ამან კიდე რა შედეგი მისცა, მიუხედავად იმისა, რომ ამხელა თანხა ამერიკამ დახარჯა, ხო 350 მილიარდია ლაპარაკი. პირველ ეტაპზე დასავლეთის და რუსეთის ფაქტიურად უტილიზაციას უკეთებდნენ ძველ შეიარაღებას, თუ გახსოვთ. ძველი შეიარაღება, მერე ამოწურეს, მერე წამოვიდა რაკეტები, მერე წამოვიდა ხაიმარსები, მერე წამოვიდა ეს ისა რა ქვია, იგლები თუ რა ქვია ეს რუსული ზებგერითი რაკეტები და ასე შემდეგ, ხო? მერე უფრო ძვირი წამოვიდა და ეხლა სულ ძალიან ძვირ იმაში არიან შესული. ანუ ის ყველაფერი გამოილია, ახალი შესაძლებლობები ესე იგი უკვე ბევრი დახარჯეს და შესავსები არის ეს ყველაფერი ევროპისთვისაც და შეერთებული შტატებისთვისაც. რუსეთმა ბევრი საკითხი გადაწყვიტა მიუხედავად იმისა, რომ პროგნოზი იყო, რომ ამ სანქციებით რუსეთი მძიმე მდგომარეობაში ჩავარდებოდა. რუსეთს შარშან ჰქონდა 4%-იანი შიდა ეროვნული პროდუქტის მატება, როცა ევროპა მინუსებშია. აი ფაქტი. ანუ ამან არ იმუშავა. ტრამპი კარგად ხედავს ამას, რომ დღეს ეხლა მისთვის აი ეს უტილიზაცია კი აღარ არის, უკვე დიდი ფინანსური დანახარჯი იქნება, რომ გააგრძელოს ამ რეჟიმში უკრაინის დახმარება და ამას დაარქვეს უკვე რომ შეერთებული შტატებისა და რუსეთის ომია, პროქსი ომია უკრაინის ტერიტორიაზე, რაც სახელმწიფო დივანმა მარკო რუბიომ განაცხადა ამის შესახებ, ხო? და ეხლა უკვე ცვლიან ამ ვითარებას და ევროპას პირდაპირ უთხრა ამერიკამ, ადე კიდე მიხედეთ თქვენ თავს თქვენ თვითონ. თქვენ არაფერში
შემთხვევაში ამ ამბავში არ ჩავერთვებით. თუ ჩავერთვებით, უნდა მოხდეს გარიგება, ეს არის მინერალებზე, იშვიათ მეტალებზე გარიგება, რასაც ეხლა იმან ბოდეში და იხტუნავა ამ იმან რა ქვია, ამ კლოუნმა იმან თავისი უკრაინელების სისხლით იქ ოვალურ კაბინეტში და ეხლა უკვე ელდრიათში ჩავლენ თუ საუთში არაბეთში ჩადიან და ამ დღეებში იქნება შემდეგ კვირაში შეხვედრა, ხო? Ფაქტიურად ეხლა რამდენიმე დღეში უნდა იყოს 10-11-ისთვის არის დაგეგმილი ეს შეხვედრა. ანუ იქაც მოეწერება ხელი ამას. შემდგომ რა მოხდება? ხო პუტინი რატო ჭირდება თქვათ იგივე ტრამპს? იმიტომ რომ ჯერ ერთი ეს არ არის ხელოვნური სისტემა. უკრაინა ხო ხელოვნურია, მოყვანილი მისი პრეზიდენტის ხელოვნურია, რომელსაც დიდი პრობლემები აქვს ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. ჩვენ ხო ვიცით ეს ფაქტებით, ხო? ის ელაპარაკება იმ ქვეყანას, რომელიც ასევე იმპერიული ქვეყანაა და მათ აქვთ იმის საშუალებები, რომ დაალაგონ თავიანთი ინტერესები. Ძველი გამოცდილებაც აქვს, ჯერ კიდევ ურთულესი საკითხებით საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული განიარაღება და ბირთვულ განიარაღებასთან დაკავშირებით ჰქონდათ გაკეთებული. ტრამპა ესეც გამოაცხადა, რომ ჩვენ იმდენი გვაქვს ბირთვული იარაღი, რომ ყველაზე მეტი ჩვენა გვაქვს და უნდა დავიწყოთ განიარაღება. ეხლა ევროპაში რა ხდება ამ ფონზე? ამ ფონზე მაკრონმა დაიყურა ბონაპარტის კუდი და ცდილობს, რომ ევროპის თანხები მომართოს თავისკენ, იმიტომ რომ ევროკავშირის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ატომური იარაღი გააჩნია, ხო? მას აქვს ძალიან ცოტა, სულ 64 ცალი ბირთვული იარაღი აქვს იმ ფონზე, როცა რამდენიმე 1000 აქვს ცალკე ამერიკას და ცალკე რუსეთს. ყველაზე მეტი რუსეთს აქვს. ეს სტატისტიკა, რატო ვამბობ ეხლა ამათ? იცვლება აბსოლუტურად ფორმატი. ფორმატი იცვლება ევროპას მოუწევს დიდი დანახარჯების გაწევა. ფაქტიურად ევროპა შეიძლება ძალიან 30 წლამდე კი მანამდე დაშლის პირამს მივიდეს, იმიტომ რომ შიდა წინააღმდეგობა, იმდენია შიდა წინააღმდეგობა, რომ რამდენად დაძლებენ მაგას, რომ მათ მილიტარიზაცია მოახდინონ, შეიარაღება გაზარდონ, ამისთვის ფული დახარჯონ, სოციალური ესე იგი უზრუნველყოფის შემცირების ფონზე ევროპა იცით თქვენ გათქმულია მიტინგებით, გამოსვლებით, დემონსტრაციებით, იგივე სოციალურ ფონზე, განსაკუთრებით საფრანგეთს თუ ავიღებთ და აი რა შედეგამდე მივა, ეს მალე გამოჩნდება. ეს ერთი მომენტი. ეხლა ჩვენსკენ თუ გადმოვართ, რასაც თქვენ ბრძანებთ, ხო? აი იმდენად შეიცვალა ეს ყველაფერი, რომ საქართველოს არის მოყოლილი ამ პროცესებში. ეხლა მე ესეთ წინადადებას ვიტყოდი. ჩვენ რითი შეგვიძლია იმპერიებთან აი მოდი ვივაჭროთ, იმიტომ რომ ტრამპის შემოთავაზებული თემა არის გარიგება და ვაჭრობა. ანუ ყველაფერს აქვს თავისი ფასი, ეს არის ტრამპისეული მიდგომა, არანაირი დიპლომატია, არანაირი შეპირებები, მე თუ რამეს გაძლევ, შენ რას მაძლევს სანაცვლოს და შენ თუ ეს შეთანხმება არ მოხდა მით უფრო პატარა ქვეყნისთვის ეს შეიძლება მძიმედ შემოგვიბრუნდეს ჩვენ. მაგრამ ჩვენ ამ ვითარებით უნდა ვისარგებლოთ ეხლა. ხო ჩვენ ვთქვით რუსეთთან დაკავშირებით, ხო? რუსეთთან აუცილებლად უნდა დაიწყოს დიალოგი, აი რაღაცამ შიდა მეხუთე კოლონის ხტუნაობას ბოდეშით არ უნდა მივაქციოთ ყურადღება ჩვენი სტრატეგიული მიმართულება, რომ ოკუპანტი როა რუსეთი, იმიტომაც უნდა ველაპარაკოთ. აი ხალხს უსმევ ამას. იმიტომ უნდა ველაპარაკოთ, რომ ოკუპაციის პრობლემები მოვაგვაროთ. დავიწყოთ ამ პროცესი, ეს პროცესი დავიწყოთ და პროცესი უნდა ეხებოდეს აფხაზეთს, უნდა ეხებოდეს ცხინვალის რეგიონს, ოსეთთან, აფხაზებთან შერიგება და ინტეგრაციის პროცესი უნდა შევთავაზოთ. თავისი ფინანსური უზრუნველყოფით და საქართველოს ამის გაკეთება შეუძლია. იმდენად კარგი წინადადება უნდა შევთავაზოთ, რომ აფხაზებსაც აწყობდეს, ოსებსაც აწყობდეს და რუსეთს რაღაცა ის პრობლემები რაც გააჩნია, ხო? ის დაურეგულიროთ უნდა ჩვენ და რა თქმა უნდა ჩვენი სახელმწიფო ინტერესი უნდა გავაძლიეროთ. ეს არის შესაძლებელი. ჩვენ შეგვიძლია ეს თემა გავშიფროთ ძალიან ფართოდ ვისაუბროთ ამაზე, მაგრამ ეს შესაძლებელია და ნაბიჯი გადასარგმელია ხელისუფლების მხრიდან პირველ რიგში. მეორე მომენტი, აქ არის ჩინური მომენტი, აქ არის შეერთებული შტატების მომენტი და მე ერთ რამეს მინდა მივაქციო ყურადღება, თუ კი შევხედავთ, ესე იგი შეერთებულმა შტატებმა თქვა, რომ სადაც ჩინური მონაწილეობა არის საზღვაო პორტებში, ჩვენი აქტიურობა უნდა გავაძლიეროთ და ჩვენი გავლენა უნდა გავხადოთ დომინანტური. ესეც არის ტრამპის ადმინისტრაციის განცხადება. აქ უკვე ჩვენ ვხვდებით, ეს არის ანაკლიის სპორტი. მე იმას კი არ ვამბობ, რომ ჩვენ ვიღაცასთან დაპირისპირებაში უნდა შევიდეთ. არ უნდა შევიდეთ დაპირისპირება, ეს არ გვაწყობს. უნდა დავაბალანსოთ ეს. და მაგალითი არის აგერ სხვათა შორის აზერბაიჯანი, ჯერ კიდევ ალიევის და შევარდნაძის დროს რო დაიწყო. ყველგან სადაც კი რამე სიმდიდრე იყო, ყველგან ომი დაიწყო. გაიხსენეთ ის რა ქვია, სამხრეთ ამერიკის ქვეყნები, აფრიკის ქვეყნები, აზერბაიჯანში არ მოხდარა, იმიტომ რომ მოახერხეს ის, რომ ამერიკელების, ბრიტანეთის, რუსეთის
ჩინელების და კიდევ სხვა ქვეყნების მონაწილეობით კონსორციუმი შეიქმნა, რომლებიც გახსნენ პარტნიორები ნავთობის მოპოვებაში. არა ბიზნესში დიდი განსხვავება არ არის პარტნიორობი ხა ნავთობს მოიპოვებ თუ შენ იქნები ოპერატორი მონაწილე თქვა ტვირთების გადაზიდვაში და ლოგისტიკაში იგივე ანაკლის სპორტთან დაკავშირებით ხო ეს უნდა გამოვიყენოთ ჩვენ მე მიმაჩნია რომ სახელმწიფომ 51% როგორც თავის დროზე განაცხადეს ამ ღრმაწყლოვან ანაკლის სპორტში უნდა დაიტოვოს ხო შემოიყვანეს ჩინელები ამერიკელებსაც უნდა შეთავაზონ რომ მონაწილენი იყვნენ და რუსებსაც უნდა შეთავაზონ რომ რაღაცა პროცენტი რუსებსაც მიცემთ არავინ არ მოიკიდებს ზურგზე ჩვენ ქონებას და არ წაიღებს ფული უნდა დახარჯონ ჩვენთან და სახელმწიფო მოგება უნდა მიიღოს და 51% სახელმწიფოს ეკნება დატოვებული ანუ ბალანსი და კი არ ვაომოთ ესენი და დავიზიანოთ თავი რა გვინდა ახლა ჩვენ რომ გადაგვეკიდოს შეერთებული შტატები და ტრამპი იმის გამო რომ აი თურმე ჩინელები შემოიყვანეს და მთლიანად ჩინელებმა უნდა მართონ ესე იგი ანაკლის სპორტი შემოიყვანოთ ამერიკელებიც რუსებიც შემოიყვანოთ კიდე რა ვიცი თუ არის ევროპული რომელიმე ქვეყანაც შემოიყვანოთ რომელიც ინვესტიციას ჩადებს და გამოცდილება ამ ამბავში და ჩვენ დავაბალანსოთ გავაძლიეროთ ჩვენი სახელმწიფო და ეს რას გვაძლევს ჩვენ თუ ამას ბალანს ვაკეთებთ ჩვენ მშვიდობას ხოდა უსაფრთხოებას აი წარმოიდგინეთ ჩვენი უსაფრთხოება რამდენ იქნება გარანტირებული, როცა შეერთებული შტატები, ჩინეთი, რუსეთი და კიდევ სხვა მნიშვნელოვანი ქვეყნები ჩვენს საქართველოს ტერიტორიაზე იქნებიან პარტნიორები. და რამდენი ინვესტიცია ჩაიდება და სამუშაო ადგილი იქნება თუ კიდევ დამატებითი სფეროები გაძლიერდება და დასაქმებას და შემოსავლის წყაროების რამდენად უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემა ქვეყანას, ხო? აი ამას ვამბობ, რომ ამ მიმართულებით უნდა წავიდეთ ჩვენ და ეს გვაძლევს საშუალებას იგივე რა თქვით, აფხაზეთი იქნება, ცხინვალი იქნება, სრულიად ახალ რეალობას ვქნით ჩვენ. არ შეიძლება იზოლაცია არის სწორედ ის, რომ შენ ტერიტორიას უკეთებ იზოლაციას. ჩვენ გავუკეთეთ იზოლაცია აფხაზეთს, ჩვენ გავუკეთეთ იზოლაცია იმას რა ქვია, ცხინვალის რეგიონს. გავხსნათ ეს უნდა. და რუსეთს დაველაპარაკოთ ამ ამბით. და ჩვენ თუ კიდევ ჩვენ ტერიტორიაზე ამ იმპერიების თანამშრომლობის პლატფორმას საფუძველს შექმნით, ჩვენ ქვეყანას მხოლოდ და მხოლოდ გავაძლიერებთ. აი აქეთკენ უნდა იყოს მიმართული ჩვენი ნაბიჯები. მე არ ვიცი ახლა ვინ რას ელოდება ხელისუფლებაში, ან როდის დამთავრდება ეს, რომ მთელი ხელისუფლება პასუხს სცემს იმას, რა ქვია, რომელი ოპოზიციური პარტია თუ ვიღაც ქუჩაში გამოვა, იმათი პასუხის გაცემით იწყება ტელევიზიები და იმით მთავრდება და ამას წერტილი უნდა დაესვას. ამას თვითონ საზოგადოებამ და პოლიტიკურ პროცესში მონაწილე ჯგუფებმა უნდა გასცენ. ხელისუფლებამ კი უნდა აკეთოს აი ის საქმეები, რასაც ჩვენ ვამბობთ. ინტეგრაცია, ურთიერთობები იმპერიებთან და ჩვენი უსაფრთხოებისა და ეკონომიკის გაძლიერება. აი ეს უნდა იყოს მთავარი ამოცანა. მარტს რუსთავის სპორტის სასახლეში. თანამედროვე ქართული კრივის სახე ლაშა გურულის სადებიუტო ბრძოლა პროფესიონალურ რინგზე. და მსოფლიოს რეიტინგო ბრძოლებში მსოფლიო ქამრის მომავალი პრეტენდენტი ირაკლი მელიქიშვილი, გიორგი ჭიღლაძე და ლაშა კერესელიძე უცხოელ მეტოქეთა პირისპირ თქვენთვის დაუვიწყარ ბრძოლებს გამართავენ.
ქართული კრივის საუკეთესო მებრძოლების დაუნდობელი ჯახი. ნინა რევია, ნინო ჯანელიძე, ედგარ სარქისიანი, ბაჩო ჯინჯარაძე, ირაკლი ალანიძე, მიხეილ ხუციშვილი, ბუხუტი დატიშვილი, დავით შერვაშიძე, გივი თოდუა, ხვიჩა ფუტკარაძე, გიორგი კაპანაძე, ლუკა აკოფიანი, ვალერი გოჯიაშვილი, მაცი ფარჯოლიანი, ზურაბ ნიგურიანი, ჯონი ნემსაძე, ოთარ გოგობერიშვილი, იაგო კიზირია, გიორგი მჭედლიშვილი, თორნიკე ციკლაური, ჯანო ფარცვანია, გიორგი ხოჯელანი, ავთანდილ მდინარიძე, დამაზ იზორია. არ გამოტოვო, დაუნდობელი ორთაბრძოლების ისტორიული შოუ, უქომაგე ქართულ კრივს. აი რასაც თქვენ ამბობთ, აი ეს ყველაფერი მიიღწევა იმის ფონზე, რომ საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდოთ. იმას, რასაც თქვენ ამბობთ, იმიტომ ვერ აკეთებს ხელისუფლება, რომ ხელისუფლებას ეშინია, რომ ამას მოყვება გარკვეული რეაქციები საზოგადოების მხრიდან. ის რომ რუსეთთან ჩვენ ნაბიჯებს არ ვდგამთ და იგივე მაგალითად უფრო სხვა მასშტაბებში არ ვსაუბრობთ ჩინელებთან, ესეც ამის ბრალი არის, იმიტომ რომ ჩვენ ესე იგი ვაგრძელებთ აი მონურ მდგომარეობაში ყოფნას, რომ ვაიმე არ გადავდგათ ნაბიჯი, მე რაღაც ეს კომპლექსი გაგვიჩნდა და ამ კომპლექსს არავინ არ ლახავს, ამას სჭირდება, ეხა კიდევ ერთხელ რომ ამას ესე ერთხელ და ესე უცბად ვერ მოიხსნება ეს კომპლექსი. ეხა ადამიანს, როდესაც რაღაცა პრობლემა აქვს, ის პრობლემა უნდა გადაწყდეს ეტაპობრივად, ესე უცბად ერთით ჯოხის დაკვირთ, ამაზე მუშაობას არავინ არ იწყებს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ერთადერთი ტელევიზია საქართველოში ჩვენ ვართ, რომელიც ესე აქტიურად საუბრობს რუსულ-ქართულ თემატიკაზე. ეს კი არა, ჩვენ ვკისრულობთ ვალდებულებას, ველაპარაკობთ აფხაზებს, ოსებს, საქართველოში მცხოვრებ არაქართულ მოსახლეობას, რომლებსაც სამწუხაროდ ქართული დღესაც არ იციან და ამიტომაც გადავწყვიტ, ეხლა ძალიანაც კი არ მიხარია ამდენად დავიტვირთო თავი, კაცო, 1-2 დღე მქონდა დასვენება და 1 დღეც დავიმატე უკვე, იმიტომ რომ რუსულად ველაპარაკებით. მარკ რევკინის შემდგომ რუსულ ენაზე გადაცემა პირველად ჩვენთან გავიდა ეთერში. და ველაპარაკებით ჩვენ აფხაზებს, ოსებს და რომ გავაგებინოთ, რომ ჩვენ ისინი გვიყვარს, რომ ისინი მათ ვაფასებთ, რომ საქართველოს არ არის საშიში მათთვის, ასევე ვსაუბრობთ იმ გეოპოლიტიკაზე, რაც არის შექმნილი. უნდა საზოგადოებასთან დიალოგი და არავინ არ ლაპარაკობს საზოგადოებასთან. ამაზე აი თქვენ რასაც ლაპარაკობთ, მაგის ერთ-ერთი წამალი არის, რომ უნდა იყოს ინფორმირება. და ის კი არა რომ რაღაცა მარტო აი გამოღვიდეს ვიღაცა ხელისუფლებას ისედაც ხედავ პარლამენტში მთავრობაში. ბიჭო, საზოგადოება, აი ეს ნაციონალები, იცეთი სიტუაცია იქნება რომ თითქოს აი ესენი არიან ყველაფრის პატრონები, იმიტომ რომ გახსნის ეს ტელესექსდივები იმას, რა ქვია, თავიანთ სტუდიას 20 კაცს დასვამენ, მოიყვანენ მუსიკოსი, თეატრამცოდნე, ხელოვანი, მსახიობი, ინჟინერი და აქითა ფლანგზე ვის ხედავთ ჩვენ? აქით ფლანგზე ვხედავთ, გამოდის პარლამენტის დეპუტატი და ყველაზე, ესე იგი, კარგ შემთხვევაში ხელისუფლებასთან დაახლოებული ექსპერტი, რომელიც უკვე ბოდიში და ამოუვიდა უკვე ეს ხალხში ხელში კიდე ესე წეს ყველაფერი, იმიტომ რომ ეხლა იცით რა არის, ეხლა რა ვიცი, მარჭყი როჭამო ყველა დღე ის მოგბეზდება და ეხლა ყველა დღე ერთი და იგივე ექსპერტი მაყურებინო, არც ეს მინდა უკვე რა, თან იმ ექსპერტის კიდე მდგომარეობა როგორი არის, აი როგორ აფასებენ მის გარკვეულწილებს აი პოზიციებს და როგორი ავტორიტეტის სარგებლობენ, ეგ ცალკე საუბრის თემაა კიდე და არ მიდის ამაზე მუშაობა. ამდენი ხანია ვლაპარაკობთ, გავხსნათ ეთერები, ველაპარაკოთ ხალხს, ველაპარაკოთ საზოგადოებას. ეს ახალგაზრდები რო არიან ასე დღეში, იმიტომ არიან ასე დღეში და იმიტოა საზოგადოება, რომ მივლენ უნივერსიტეტში ნაცები, ტელევიზიაში ნაცები, თეატრში ნაცები, კინოში ნაცები. და ისინი კიდევ მუშაობენ. და აქით ვინა? აქით ყველაფერი დავთმეთ ჩვენ. ყველაფერი დათმობილი გვაქვს რა. ყველგან, ესე იგი, ყველგან ესენი არიან. ჰა? აქეთაც ნაცები არიან. ხო, ეგ კიდე ცალკე უბედურებაა კიდე და ვიცი, მე უკვირთ რომ რატოა ხალხი ქუჩაში. აბა რატოა არ იქნება ხალხი ქუჩაში, ერთი მაინტერესებს. პირველი არხი გინდა ყოფილა, გინდა რა სახელმწიფო არხი რა. გაქანებული ნაციონალების ის ყველა. გაქანებული. და გინდა ეს აჭარის არხი აიღე. და მე არ ვიცი, აი გურიაში ხოჩით ამას ასეთ ადამიანზე, ასეთ რამეს რო აკეთებს, აი უანგაროდ სიკეთეს ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და ის სიკეთე მაინც ბოროტები, აბდალი არის, აბდლები არიან ესენი.
აი გურიაში იწვიან აბდალი არის, იმიტომ რომ ადამიანი რომელიც ეხლა თან ეძახი მკვლელი ნაძირალა სისხლი გამიშრო წამართო და მაინც იმ ძალის წარმომადგენელი გიზის იმაში რა ქვია სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში ვერ გავიგე მაშინ აბდლები კი არ არიან მაშინ სხვა რამე არის ეს უკვე მაშინ სხვა რამეა ეს რომ რაღაცა სხვა რამესთან გვაქვს საქმე ძალიან ბევრი პრობლემა ეხლა მთლიანობაში თუ ავიღებთ ტენდენციები საქართველოში ცუდი არ არის, იმიტომ რომ მონაცემებიც არის, ეს საერთო ვითარება იძლევა იმის საშუალებას, რომ შემოსავლები საქართველოს მეტი შემოსდის, მაგრამ პრობლემები უამრავია. მე უფრო მეც გეტყვით, მაგალითად, გარდა იმისა, რაც ჩვენ ვთქვით, რომ დღეს ხელისუფლება უნდა გამოაცხადოს პირდაპირ რა ფორმატი, რა ჟენევის ფორმატი დამთავრდა ეს ამბავი. აი შეხედეთ რას ლაპარაკობს ამერიკის ადმინისტრაცია, დამთავრდა რა ვიღაცა შუამავალი და რაღაც არავის არანაირი შუამავალი არ უნდა. ჩვენ პირდაპირ უნდა გამოვაცხადოთ, რაც შეეხება იქ ოკუპაციის პრობლემებს და ტერიტორიების ინტეგრაციის პირდაპირ უნდა გამოვაცხადოთ, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის, ჩავიდეს მოსკოვში, მოიწვიონ იქ, იმიტომ რომ მოსკოვში წყდება ეს ამბავი. არა ვიღაცების იმას რა ქვია ზომბირებას არ უნდა ავყვეთ რა ანტირუსული პროპაგანდისტვის გამოყოფილიყო იმდენი თანხა რომ ეგ პოზნერი ხაჭაპურის საჭმელად ჩამოვიდა ამერიკის მოქალაქე და თავს დაესხენ იმას იმიტომ რომ ფული იყო გამოყოფილი ანტირუსული პროპაგანდა ეხლაც უზარმაზარი თანხაა გამოყოფილი ზოგიერთი სანქციებში ისეთი ხალხი ჩაწერეს აი არანაირი კავშირი პოლიტიკას არ აქვს ისინი ჩაწერეს ბალტიისპირეთის და იმის იმიტომ იქაც დიდი ფულია გამოყოფილი ამასთან დაკავშირებით ამიტომ როცა ვამბობთ გადაიდგას უნდა ნაბიჯი გამოაცხადოს ხელისუფლება ჩვენ მზად ვართ ველაპარაკოთ რუსეთს ამ პრობლემების დასარეგულირება ხო და აი მაგისთვის ბატონო აიყურეთ რა მომენტია ჩვენ არ უნდა დავიწყოთ პოლიტიკური საკითხის გადაწყვეტის კუთხით არა ჩვენ მაგამდე უნდა მივიდეთ ჩვენ გვჭირდება რომ პროცესი დაიძრას შერიგების ინტეგრაციის მიმოსვლის თავისუფალი ვაჭრობის აი ეს ყველაფერი მოგცემს საშუალებას რომ მერე დადგეს პოლიტიკური საკითხი ვინმე უმეცარი თუ პოლიტიკურ საკითხს დააყენებს როცა იძახიან თავიდანვე მოდი აი ჩვენ ესეთი პოლიტიკური უკვე არ გამოვა ეგ ლაპარაკი ამიტომ ჩვენ უნდა გავთვალოთ გრძელ ვადიან სამუშაოზე მე ახლა მაგალითად სულ აზერბაიჯანი მომყავს მაგრამ რამდენი წელი ათეული წლობით იმუშავა აზერბაიჯანმა რომ მთელი რუსეთის ინტელიგენცია მთელი რუსეთის ელიტა მათ შორის სომხები მოსკოვში მაცხოვრებელი სომხებიც კი ყარაბაღის აზერბაიჯანთან დაბრუნებას უჭერდა მხარს რა დონეზე იმუშავეს რა დონეზე იმუშავეს წარმოიდგინეთ და ჩვენ კიდე ფაქტურად არ მუშაობთ შეგვიძლია ეს პროცესი დავიწყოთ ბატონო ლევან ერთი წამით ახლა ბატონო რა მუშაობ პირიქით ვინც მუშაობს იმას უშლიან ხელს აი ჩვენ ახლა რო ჩავდივართ მაგალითად მოსკოვში რო ჩავდივართ მაგალითად იგივე ლადიკავკაზში ახლა აი მე არც მეგონა რომ აი ესე ჩვენ მაგალითად ცხინვალში გვაკვირდებოდნენ მოვიდნენ ძალიან პატივს ვცემთო რომ აი თქვენ რასაც აკეთებთო და ანუ ფაქტობრივად ჩვენ გვაქვს ის რაღაც დიპლომატიური მისია ოღონდ აი სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან რომ ვცდილობთ რომ ქართულ-ოსური კონფლიქტის საკითხი გადავჭრათ აი ამ ჩვენი გადაცემებით იქ შეხვედრებით ჩავდივართ იქ რაღაცა ხვდებით რუსეთში ადამიანებს რომლებიც აი ამათთან კავშირში არიან და გზღუდავენ გესმით ეს ზარალა დღედაღამე ამ ხელისუფლებასთან დადის და გამოგხთო თვითონ შენ არ აკეთებდე სხვას მაინც ხელს თუ შეუშლი ხა ჩვენი რაღაცა რესურსებით რაღაცა წვლილი შეგვაქვს. ანუ ის კი არა რომ თვითონ არ აკეთებენ. სხვას უშლიან ხელს ამის გაკეთების. აი ხა ამ სილქნეთი საერთოდ მე თუ ვკითხავ აი ამის გამო საერთოდ უნდა იმას ქნა აკრძალოს საერთოდ ეს ოპერატორი. იმიტომ რომ რანაირად შეიძლება აი ხა რუსული არხები გამორთული აქვს ჩვენ და რუსული არხები გამორთული აქვს NTV, ORT, RTR იმის გამო რომ ესენი არიან რუსეთის წარმომადგენლები ხვდები და ჩვენც მაგ იმაში გავდივართ რა ჩვენც პრორუსებად თვლიან ანუ ეს უნდა გადაწყდეს ესაკი და თქვენ რო თქვით Facebook-იო დღესაც ეს Facebook-ი აქ ნაცების ხელში არის და კიდე მიდის იმ საშინელი ტერორი ჩვენზე არ ვიცი იქ ამერიკაში შეიცვალა დამოკიდებულება შენც ხო უნდა შეცვალო აქ კაცო დაიბარე ეხლა ესენი და მოთხოვე პროკურატურა ვალდებულია რომ მაგალითად პასუხისგებაში მისცეს ეს კინწურაშვილი იმიტომ რომ ჟურნალისტური საქმიანობის ხელი შეშლა არის სისხლის სამართლის დანაშაული რანაირად ვიგზალავ შენ რატო რომ ესე იგი რაღაც ინფორმაცია გავავრცელო აი კინწურაშვილზე და ფაქტ-ჩეკერებზე მაქვს საუბარი ხო და არ ვიცი ჩვენი მხრიდან ხელისუფლებას ვაგულიანებთ ვეუნებით მიდი გააკეთეთ თქვენს გვერდით არის საზოგადოება ქენით და ნუ არ ვიცი ეხლა იმისი არ იყოს ხო იცით
იმაზე რო თქვეს, რა ქვია, ეროსიმ რო თქვა, თუ არ ვწდები, დინამო რო მითხრაო, მაინცო რაო, ეხლა მე ხო ვერ იმას ვიზამო, რა ქვია, მე რო მითხრაო, რომ მიდიო, რომ ვერაფერს ვერ ვიზამო, ისე არის ეს თბილისის დინამო, რაც არ უნდა შემოუძახო, ვერაფერს ვერ იზამსო და ბიჭო, რა ვიცი, ეხლა ესეთი მდგომარეობაში თუ არიან, რომ არ შეუძლიათ ამის გაკეთება, მაშინ ვისაც შეუძლია იმას მისცენ ამ გაკეთების საშუალება, ხო? აბა ეხლა ვერ გავიგე, რაღა უნდა მთელი მსოფლიო შეიცვალა. გარშემო ყველა სხვაგვარად აფასებს. მარტო ამერიკა ხო არ არის რუსეთთან ლაპარაკობს. აგერ ჩადის უნგრეთის, რა ქვია, პირველი პირი, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ცრემლები აღვარღვარა პირდაპირ ეთერში ORT-ზე რო უთხრესო, თქვენო მოწვეული იქნებითო, გამოგიგზავნითო 9 მაისო მოსაწვევსო, ცრემლები აღვარღვარა პირდაპირ ეთერში. და აგერ 9 მაისი მოდის და ჩვენი წარმომადგენლობა ალბათ არ იქნება იქ პარადზე მოსკოვში და რატომ? მაინც 80 წლის იუბილე არის. აი ხა შეიძლება ეს ომი ჩვენი მოგებული ომია პირველ რიგში ქართველების და ჩვენ არ ვიყოთ 9 მაისს იქ მოსკოვში? ეს ყველაფერი არის პროპაგანდის ბრალი და იმიტომ ვიძახი. ამაზე ვლაპარაკობ, მე პროპაგანდას არ უკლავდებიან და ვინც უკლავდება, იმას უშლიან ხელს კიდე, აი ჩვენ მაგალითად. ხელისუფლება ამ პროპაგანდაზე მაღლა უნდა დადგეს. ის პროპაგანდაში მონაწილე და პასუხისგამცემი არ უნდა იყოს. ეს არის უდიდესი შეცდომა, რასაც აკეთებენ. უდიდესი. არ შეიძლება პრემიერ-მინისტრი და მთავრობა პასუხს სცემდეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების რაღაცა პოზიციას და მიტინგზე ნათქვამ საკითხებს. შეიძლება ზოგადად გაეცეს ამას პასუხი, მაგრამ ამის პასუხისგამცემლები ეგენი არ უნდა იყოს. ეს არის აი მათი პიარი ძალიან დიდი შეცდომა. მე ეს ჩემი პოზიცია მაქვს და ყველამ თავის შეფასება გააკეთოს. რაც ჩვენ თქვით, გადასადგმელი ნაბიჯები აუცილებლად უნდა დაიწყოს რუსეთთან საუბარი და ჩვენი პრობლემის მოგვარებაზე განსაზღვრა რა ინტერესი აქვს მაგათ და როგორ შეიძლება ჩვენ ეს თემა დავაბალანსოთ. აუცილებლად საუბარი უნდა იყოს შეერთებულ შტატებთან, რომ ანაკლიის სპორტთან დაკავშირებით მოხდეს მათი ინტერესების დაბალანსება იგივე ჩინელებთან და რუსების მონაწილეობითაც. შეიძლება თურქების მონაწილეობაც კი საჭირო იყოს. ჩვენ სწორი ნაბიჯი არ შეიძლება ვიღაცა გადავიკიდოთ, პატარა ქვეყანა ვართ, ყველა უნდა გავხადოთ. აი როგორი ფორმულა უნდა იყოს, იცით? ყველა საკითხი, რომელიც ასე თუ ისე რაღაცა საკამათო შეიძლება იყოს ამ იმპერიებთან მიმართებაში, ისინი პარტნიორებად უნდა გავხადოთ ჩვენ ტერიტორიაზე, რომ იმ ბიზნესს, რომელსაც თვითონვე აწყობენ საქართველოს მონაწილეობით, რომ მათი მოშლა, მათი გაფუჭება უფრო დიდ ზიანს აყენებდნენ, ვიდრე მერე ჩასაბრებულად ყოფნა და რაღაცა პრობლემების, ზოგადი პრობლემების შექმნა. ეს ყველაფერი ჩვენ უნდა ვაქციოთ ჩვენი ქვეყნის გაძლიერების და ჩვენი მოქალაქეების შემოსავლის წყაროების გააზრდის საშუალებად. სოციალური საკითხები უამრავია. ეხლა კიდე რასაც ვამბობ, ეს არის ეფექტურობის ის გააკეთა ილონ მასკი არის სახელმწიფო სამთავრობო სტრუქტურების ეფექტურობის სამსახურის უფროსი, ეფექტურობის გარდაცვალების. ჩვენ არა გვაქვს ანალოგიური შესაქმნელი. ხალხი ცხოვრობს სასამართლოებში. ერთხელ თუ შეხვარ სასამართლოში, დაამთავრდა ვერ არ გამოხვალ იქიდან. აი ესეთ მდგომარეობაშია. ეს მოსამართლეების ბრალი არ არის. ეს აბსოლუტურად სხვა სისტემა გვაქვს შესაქმნელი, რომელიც მობილურს გახდეს და ჩვენ სასამართლო უნდა ვაქციოთ სერვისების მომწოდებლად და არა რაღაცა ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდეს და ამით ესე იგი შევიზღუდოთ ჩვენი თავისუფლება. იგივე უამრავი სამსახური შევიყურეთ, სამინისტროები ავიღოთ, ადგილობრივი თვითმმართველობა ფაქტიურად გაუქმებულია, უფლებები არ აქვს სააკაშვილმა, რომ ესე იგი გაუქმა, ამათმა აღარ აღადგინეს. დარჩენილია ახლა არჩევნებს აწარებენ რა არჩევნებს უფლებები არ აქვს თვითმმართველობას ფაქტიურად უფლებები არ აქვს დღეს რო გონია რომ მერი რამის გადამწყვეტავია თბილისმა თუ მხარი არ დაუჭირა მე ხელისუფლებას გულისხმობ ვერაფერს ვერ გადაწყვეტავს ვერაფერს ვერ გადაწყვეტა ურთულესი სიტუაცია გვაქვს თვითმმართველობაში სახელმწიფო სერვისების მოწოდების კუთხით ეხლა მე ამას რატო ვამბობ იცი საჯარო რეესტრი რო აიღოთ ხო რაღაცა ჩატარდა 10 წლის წინ რეფორმა კი ბატონო 10 წელი გავიდა სიახლეები არ უნდა შევიდეს არ უნდა გაკეთდეს ისე უამრავი პრობლემა რომელიც იქ არის მიდიოდეს ზემოთ არა გვაქვს ის რგოლი რომელიც აი არსებულ პრობლემას მიაწვის ხელმძღვანელს რომ მან უკვე რეაგირება მოახდინოს ყველას ეშინია ანუ შიგნით ისეთი სისტემაა შექმნილი რომ პრობლემას ჩვენს ხელმძღვანელს ვერ ეუნება
იმიტომ თუ რამე უთხარი შეიძლება დაისაჯოთ ის კაცი. ყველა არის ჩუმად. ხედავენ ამას და აი ეს პრობლემა არის მართვის პრობლემა. ეს არის სისტემური პრობლემები, რომელიც საჭიროებს რეფორმების გატარებას. რომ ადამიანებმა ადვილად, მარტივად სერვისები მიიღოს, არ არის აუცილებელი გამოვეკიდოთ სხვა ქვეყნებს. ვის მივდებ ჩვენ შეერთებულ შტატებს და ევროპას, სადაც დაძველდა ეს ყველაფერი. იმათი რატო გადმოგვაქვს? დღეს უამრავი საშუალება ხელოვნური ინტელექტი არის. ამხელა ის კომპიუტერული გათვლების საშუალებებია, მოდელირების საშუალებებია. შეგვიძლია ისეთი სერვისები შექმნათ ჩვენ ქვეყანაში, რომელიც თვითონ იქეთ არ არის დასავლეთში. ამაზეა საუბარი. და მე ვერ ვხედავ აი ესეთ რაღაც განწყობებს, იცით, რაღაც კლუბური მიდგომებია, რასაც თქვენ ბრძანეთ, კლუბული მართლობის პრობლემა. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ არ მომწონს ხელისუფლება. რა თქმა უნდა, მათ აქვთ უნარი, რომ ესეთი რამ ცვლილებები გაატარონ, მაგრამ უნდა მოემართონ ამ კუთხით, გამიგეთ? ამიტომ ჩვენ აი ვხედავთ ამ საკითხებს, ამ პრობლემებს რო ვხედავ, გლობალურსაც, ლოკალურსაც დაწყებული მთელი ქვეყნის მასშტაბით თბილისი იქნება თუ სოფელი იქნება, ხო? ამას ჩვენ ვხედავთ და ამის მოგვარებაში დახმარება შეგვიძლია და ბევრი წინადადებებიც მიგვიწოდებია. ამიტომ ჩვენ აი ესეთი განწყობით გვინდა რომ დავძლიოთ ეს პრობლემები, რასაც თქვენ ბრძანებთ მათ შორის. გასაგებია. დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო ბატონ ლევან თქვენთან საუბარი როგორც ყოველთვის და რა ვიცი, იმედია ყურს დაუგდებენ საზოგადოების გულისცემას და რაღაცა დაიწყება უკვე იმ პოზიციების გაზიარება, რომელსაც რაღაცნაირად ჩვენ ვაწვდით. მარტო ჩვენ ხო რა, სხვაებიც აწვდიან, რამდენი ხანია უკვე მიდის ამაზე საუბარი, რომ აი ეს პრობლემები რაც არის, უნდა ამ ყველაფერს გადაჭრა და არ ვიცი ხა უდაბნოსა ჟინამ ღაღადებლად რატო უნდა ვიყოთ, რომ სულ მთელი ცხოვრება გავიდათ 11 წელი უკვე და აი ავითომაც არაფერი და რაღაცა უნდა გადაწყდეს მე მგონი აი ამ მიმართულებით. გადაწყდება, იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება. კარგად. კარგად ბრძანდებოდეთ ამ მშვიდობებით. ბატონი ლევან მამალაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, ძვირფასო ტელემაყურებლებო და ერთი რამე შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ჩასაფრებულის პოზიციიდან კი არა ვარ ზოგიერთების განსხვავებით და როდესაც რაღაცას ვერ ვხედავთ ისე გაკეთებულს, ნაცებისკენ კი არ გავრბივართ, არამედ გვინდა რომ გამოსწორდეს სიტუაცია. გამოსწორდეს და ამიტომ ორიენტირებული რო ვართ აი ამაზე, გვინდა რომ აი ეს ყველაფერი იქნას იმ ხალხის და იმ უწყებების მიერ გაზიარებული, თორე არ ვიცი ეს ბაჩიაშვილებისნაირი, გახარიებისნაირი, ზურაბიშვილებისნაირი, კვირიკაშვილებისნაირი, მარგველაშვილებისნაირი და რესპუბლიკელების და პარლამენტში 1000 ვიგინდა რა იყო, ეგეთები კიდე ბევრი იქნება, კიდე ბევრი ადამიანი იქნება ისეთი, რომელიც ესით არ იმსახურებს პოზიციებს, რომლებიც უკავია და ამიტომ რაღაცნაირად ან საბჭო გაკეთდეს საკონსულტაციო, ან რაღაცა ყური დაგვიგდონ, თორე ეხა ერთხელ რო კისერს მოიტეხავ და ორჯერ რაღაცა ხო უნდა მიხვდე რომ ის ვინც გატეხინებს ამ კისერს უნდა შეცვალო თუ არა კიდე მოიტეხავ კისერს და ამიტომ ნახ იმაზე არ არის ვიღაცა მოიდა ქვეყანა იტეხავს კისერს და ქვეყანამ არ გვინდა რომ დაზარალდეს და ამიტომ რაღაცები არის შესაძლებელი. ამით დაგემშვიდობები ძვირფას ტელემაყურებელს ჩვენთვის გაგვგვლით რომ ამოიწურა და ხვალ შევხვდებით უკვე ერთმანეთს ტრადიციულად საღამოს 9 საათზე კარგად ბრძანდებოდეთ.